ეგაა ჩანაწერის გავუშვი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით მეგობრებო. დღეს გვექნება მეოთხე კვირის მეორე ლექცია, ანუ სემინარი და როგორც წინა თეორიულ ლექციაზე გავარჩიეთ ფუნქციები, ზუსტად ამ საკითხზე ვისაუბრებთ დღესაც და გავარჩიეთ პრაქტიკულად. ახალ მიდგომებს ვისწავლით, მცირე დეტალებს ვისწავლით კიდე დავუმატებთ და ასე შემდეგ. ოკეი, მოდი დავიწყოთ პირველი ამოცანის წერით. დაწერეთ ფუნქცია, სახელად say hello, რომელიც დაპრინტავს hello world. მოდი შეგახსენებთ, რა შეგვიძლია ფუნქციები. ფუნქცია არის კოდის ჩანაწერი, რომელიც განისაზღვრება ერთხელ ჩვენს პროგრამაში და მის გამოყენება შეგვიძლია ბევრჯერ და ბევრ ადგილას. ასევე კიდევ ერთი დადებით ვისება ფუნქციას ის აქვს, რომ ფუნქცია არის ზოგადი, დინამიური და შეგვიძლია რომ ამ ფუნქციას გადავაწოდოთ არგუმენტებად კონკრეტული მნიშვნელობები, რომელსაც შემდგომ ის მიიღებს პარამეტრებად. ფუნქცია ზოგადია და მუშაობს ნებისმიერ კონკრეტულ input-ზე. ოკეი. მოდი ჩავწეროთ ჩვენი ფუნქცია, სახელად say hello და დავაპრინტინოთ ეს string-ი. როგორიც ფუნქციას. შევიწყებთ keyword-ით function. ეხლა უნდა დავწეროთ, არა, ჯობია რომ სემინარზე არ წეროთ ხოლმე და მომისმენთ უბრალოდ. მე იმუშავებ ჩანაწერს რო უყურებთ, ეგრე ჯობია. say hello, დავარქვათ, ანუ შეიძლება function keyword-ი, მერე ფუნქციის სახელი და შემდგომ ბრგვალი ფრჩხილები. ეს ბრგვალი ფრჩხილები ასევე განაპირობებს, რომ ეს არის ფუნქცია. და ფუნქციის ტანს, ანუ შიგთავს წერთ მის scope-ში, ანუ ფიგურულ ფრჩხილებში. scope-ის ვახსენეთ, scope-ი არის ფუნქციის საარსებო არეალი. და შეგინით უბრალოდ დავპრინტავთ hello world. console log hello world. მოდი ახლა ეს პროგრამა გავუშვათ. node გამოტოვება seminar 4.js ქვია მას და არაფერს არ გამოიტანს. იმიტომ რომ ჩვენ გვაკლია მეორე ნაწილი, ფუნქციის გამოძახების ნაწილი. ანუ JavaScript-ში ზოგადად პროგრამირების ნებისმიერ ენაში გადამარტო ფუნქცია უნდა განსაზღვროთ. არამედ თუ გვინდა მის გამოყენება, უნდა გამოვიძახოთ. და როგორ ვიძახებთ? ჯერ ვწერთ ფუნქციის სახელს say hello და გამოძახება ხდება ბრგვალი ფრჩხილებით. ანუ ვიძახებთ say hello ფუნქციას. ისე რომ გავუშვი პროგრამა გამოიტანს აი ამ ფუნქციის შიგთავს, ანუ დააკონსოლებს hello world-ს. მე რომ ეს ფრჩხილები არ მეწეროს, error-ი არ იქნება, თუმცა ამით ფუნქცია არ გამოიძახება. უბრალოდ ვეუბნებით, რომ აი say hello ფუნქცია. ასე ვეუბნებით პროგრამას. და say hello ფუნქცია რა უნდა ქნას არ იცის, ხო? და ბრგვალი ფრჩხილებით ვეუბნებით, რომ გამოვიძახოთ, ანუ შევიდეთ მის ტანში. და პროგრამა რომ მოვა მეშვიდე ხაზზე, ჯერ ამებს გამოტოვებს, იმიტომ რომ არ ასრულებს უბრალოდ ქმნის ფუნქციას. მეშვიდე ხაზიდან გადავა მეოთხე ხაზზე, იმიტომ რომ მეოთხე ხაზზე არის ფუნქციის შიგთავს. ეს იყო ჩვენი პირველი ამოცანა. და გადავიდეთ რიგით მეორე ამოცანაზე, რომელიც ლექციაზე გაკეთებული გვაქვს, მაგრამ მოდი კიდე გავიმეოროთ. დაწერეთ პროგრამა სახელად greet, რომელიც პარამეტრად მიიღებს სახელს და დაპრინტავს გამარჯობა სახელი. მოდი ახლა არ დავიწყებ აი ამ ამოცანის ჩაწერის პროგრესს, ეგრევე სრულყოფილად ჩავწეროთ, იმიტომ რომ ლექციაზე გავლი გვაქვს საკითხი და უბრალოდ მინდა რომ გაგახსენოთ, ფუნქციას აქვს default პარამეტრები. ჯერ პარამეტრები გავიაზროთ, როგორ მუშაობს მანამდე. მოდი ჩავწეროთ greet ფუნქცია, function greet და შიგნით უნდა დაპრინტოს console log გამარჯობა და პლუს ის სახელი, რომელსაც მოხმარებელი ან ფუნქციის გამოტანებისას გავატანთ არგუმენტად. ანუ მე რო ფუნქციას გამოვიძახებ, მე შემიძლია აქ არგუმენტად გავატანო კონკრეტული მნიშვნელობა, მას ქვია არგუმენტი. ფუნქციის გამოძახებისას გატანებულ მნიშვნელობას ეწოდება არგუმენტი. გავატანოთ მოდი თემა. და ეს თემო სადღაცას უნდა შევინახოთ ფუნქციაში და ვინახავთ პარამეტრში. პარამეტრი ქვია იმ ცვლადს, რომელიც ისაზღვრება ფუნქციის შექმნისას მრგვალ ფრჩხილებში. მოდი name დავარქვათ, ეს იგივე რომ დამეწერა let name უდრის თემოს. უბრალოდ შიგთავს რომ შევცვალოთ ფუნქციის შემდგომ შუა სახელწოდება მოგვიწევს, ამას ასე არ ვაკეთებთ. და აქ დავუმატებთ names. აი ეს. გავუშვათ პროგრამა, გამოიტანა გამარჯობა თემო. მოდი აქ space-ი ჩავუწეროთ. გამოიტანა გამარჯობა თემო
რომ გადავცე მაგალითად თეკლა სიტყვაზე გამოვიტანს გამარჯობა თეკლას. თუმცა მე რო აქ არგუმენტი არ გადავცე, რას გამოიტანს ხო არ გახსოვთ? Undefined. კი, სწორია. იმიტომ რომ როგორც ცვლაδιაზე მუშაობს, მე რა შექმნოთ ცვლადი და მას მნიშვნელობა არ მივანიჭო, ეს ცვლადი იქნება undefined, ანუ განუსაზღვრელი. იგივე აქაც, მე თუ მაქვს ცვლადი და მნიშვნელობა არ გავატანე არგუმენტად, ეს ნებიც undefined იქნება და აქაც ვხედავთ. ამიტომაც ასე რო არ მოხდა, ეს ვიყენებთ default პარამეტრებს, ანუ მე name შემიძლია უთხრა, რომ თუ მისი მნიშვნელობა არ არსებობს, მოდი default-ად იყოს უცნობო. და ახლა დაპრინტოს გამარჯობა უცნობას. თუმცა თუ გვაქვს არგუმენტი, ანუ name-ის მნიშვნელობა, ამ default პარამეტრს დაივიწყებს და მიიღებს იმ მნიშვნელობას, რაც გავატანე არგუმენტად. ანუ ეს არის ჩვენი მეორე ამოცანის ჩანაწერი. ამებს დავაკომენტებ, რომ ყველა გამოძახებაზე არ გამოვიდეს წინა ამოცანები. ერთი კითხვა მაქვს, როგორ ჩანს, ანუ პატარაზე ხო არ ჩანს წარწერები, ხო არ გავადიდო კიდევ ასე. ოკეი. გადავიდეთ მესამე ამოცანაზე მაშინ. დაწერეთ ფუნქცია, რომელიც მიიღებს ორ არგუმენტს და დააბრუნებს მათ შორის უდიდესს. გამოიყენეთ სამივე function declaration, function expression და arrow function. ანუ გვაქვს ორი რიცხვი. მაგალითად 5 და 10 და უნდა დავაბრუნოთ, ანუ დავარეთარნოთ მათ შორის უდიდესი. 5 და 10-ის შემთხვევაში უდიდესი არის, რა თქმა უნდა, 10, ხო? და ეს ჩანაწერი ჯერ მოდი function declaration ჩავწეროთ ფუნქციის გამოსახულებით, ანუ ეს ჩანაწერია ფუნქციის გამოსახულება მაგალითად და მე დანარჩენი ორი ხერხითაც ჩავწეროთ, რომელიც არის ფუნქციის გამოსახულება და ფუნქციის ისრენი ფუნქცია. როგორ ვიზავთ იმას, რომ გავარკვიოთ, რომელი ორი რიცხვიდან უდიდესი. 5 და 10-დან ეგრევე ვიცით, რომ 10 უდიდესია, მაგრამ როგორ? როგორ და 10 მეტია 5-ზე. ამიტომ ეგ ლოგიკური ბმა გვეხმარება იმისთვის, რომ დავადგინოთ, რომელია უდიდესი. უმცირესიც იგივე იქნებოდა. 5 ანუ 5-სა და 10 შორის 5 უმცირესი იმიტომ არის, რომ 5 ნაკლები 10. და მოდი დავიწყოთ ჩაწერა. განვსაზღვროთ ფუნქცია. მოდი max სახელს დავარქმევ ამ ფუნქციას, იმიტომ რომ უდიდესს ვაბრუნებთ. და იდეაში მე რომ ამ max ფუნქციას გამოვიძახებ, უნდა გადავაწოდო არგუმენტად ორი რიცხვი, 5 და 10 მაგალითად. შესაბამისად, ეს რიცხვი უნდა შევინახო პარამეტრებში, ფუნქციის პარამეტრებში. მოდი იყოს x და y დავარქვათ. და აქ მექნება ჩანაწერი if else, რომ თუ x მეტია y-ზე, მაშინ დავარეთარნოთ x, ანუ თუ x მეტია y-ზე, ესე იგი x-ია უდიდესი და დავარეთარნებთ x. და ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში დავარეთარნებთ y-ს. თუ x მეტია არ არის y-ზე, ესე იგი y-ი უდიდესი, ხო? მოდი გავუშვათ პროგრამა, მაგრამ არაფერი არ გამოვაქცია. რატომ? მოდი შევიდეთ ფუნქციაში. x არის 5, y არის 10, 5 მეტია 10-ზე? რა თქმა უნდა არა. შესაბამისად პროგრამა გადადის else ბლოკზე და არითარნებს y-ს, ანუ აბრუნებს ფუნქციიდან y მნიშვნელობას. ანუ 10-იანს. თუმცა აქ რო 10-იანი ჩაიწეროს, არაფერი არ გამოვა, ხო, ფუნქციის გამოძახების მაგივრად. ამიტომ მე მჭირდება, რომ ეს ფუნქციის გამოძახება ჩავსვა console.log ფუნქციაში, რომ მიღებული შედეგი დაკონსოლდეს ტერმინალში. აი ეს. მოდი ორივეგან 10 ჩავწეროთ, აბა. 10 და 10. აქაც გამოიტანს 10-იანს. იმიტომ რომ აქ დაждდა 10 მეტია 10-ზე? არა, 10 მეტი არ არის 10-ზე, ეს არის false. ანუ შევდივართ ისევ else ბლოკში და ვარეთარნებთ y-ს. აქ შემეძლო რომ კიდევ ერთი პირობა დამატებინა, თუ ტოლია, მოდი მითხრას რომ ტოლია. ანუ აქ მექნება კიდევ ერთი პირობა, თუ კი y მეტია x-ზე, მაშინ y-ია უდიდესი, ხოლო ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში მოდი დავარითარნოთ ტოლია. ანუ თუ არც მეტია x y-ზე და არც y-ია უდიდესი, შესაბამისად გამოდის რომ ტოლია, სხვა აღარაფერი აღარ დარჩენია, ხო? ამიტომ მაგას პირობა აღარ ჭირდება და ჩავსვა else ბლოკში. ანუ ახლა გამოვიდან ტოლიას. ამის ოდნავ შემოკლება შეიძლება თუ ამოვაგდებთ else blocks.
იმიტომ რომ ფუნქციაში ვართ. და ჩვენ ვიცით რომ როდესაც ფუნქცია არ ითარნებს, ანუ აბრუნებს რაიმე მნიშვნელობას, ფუნქცია წყვეტს მუშაობას. ანუ თუ x-ი დაბრუნდა, პროგრამამ კოდს აღარ წაიკითხავს, თუ y-ი დაბრუნდა, ამას აღარ წაიკითხავს. და თუ არსად არ შევიდა, არც if-ში და არც else-if-ში, ეს იმას ნიშნავს, რომ უდიდესი არ გვაქვს, შესაბამისად უეჭველი ტოლია და ეგრევე დავარეთანებთ ტოლიას. თუმცა თუ ტოლი არ არის, აქამდე ვერც მოვა პროგრამა, იმიტომ რომ სხვა რაღაც დარეთანდება მანამდე. ახლა მუშაობს ჩვენივრად. აი მოდი აქ 5 ჩავსვათ, დააბრუნებს 10, აქ რო იყოს 15, დააბრუნებს 15-ს. ეგრევე if-ში შევიდოდა. და ეს არის ფუნქციის დეკლარაცია, function declaration. მოდი მივაწერ. function declaration. ახლა ჩავწეროთ მოდი ფუნქციის გამოსახულება. ანუ function expression. მოდი მივაწერ ქართულადაც, მე რო გაგიმარტივდეთ. ესაა ფუნქციის დეკლარაცია. ეს არის ფუნქციის გამოსახულება. და ვინც კონსპექტებს არ გითხულობთ, გირჩევთ წაიკითხოთ, იმიტომ რომ აი ეს ჩანაწერად ყველაფერი მაქვს აღწერილი კონსპექტების სახით. ლექციების ქვევით, აი ლექცია და სემინარის ლინკები, რომ მაგის ქვევითაა კონსპექტები და მაგას გადახედეთ ხოლმე. ყველა კვირის თემისთვის მაგ გაწერილი კონსპექტები, ანუ მოკლედ მაგახსნილი ტექსტური სახით, რა და როგორ მუშაობს. ოკეი. ფუნქციის გამოსახულების შემთხვევაში თვითონ ფუნქციას სახელი არ გააჩნია. ანუ ასე იწერება function და მერე ეგრევე ვიწყებთ დანარჩენი კოდის წერას. ანუ მერე უკვე პარამეტრები მოდის x-ი და y-ი. თუ x-ი მეტია y-ზე, მაშინ დავარითარნოთ x-ი. თუ კი y-ი მეტია x-ზე, მაშინ დავარითარნოთ y-ი. ხოლო თუ არც ერთი არ არის, მაშინ ეგრევე დავარითარნოთ რომ ტოლია. ანუ აქ არაფერი არ იცვლება, თუმცა თავიდან ფუნქციას სახელი არ გააჩნია, შესაბამისად არ მაქვს იმის საშუალება რომ მივმართო ამ ფუნქციას, ამიტომაც მას ვინახავთ ცვლადში. ანუ ვქნი max ცვლადს და ვანიჭებ ფუნქციის მნიშვნელობას. ანუ აქ ფუნქცია ჩვეულებრივ მნიშვნელობად არის აღქმული, იმიტომ რომ ცვლადში ვინახავთ. და ესეც თავისთავად მშვენივრად იმუშავებს. აქ გამოვიდროთ 15-ია უდიდესი. და ჩავწეროთ მოდი ახლა ბოლო ისრიანი ფუნქცია. ანუ arrow function. ქართულად მივწეროთ ისრიანი ფუნქცია. აქაც იგივე მომენტია. ეს არის ანონიმური ფუნქცია, ანუ უსახელო ფუნქცია, სახელი არ გააჩნია, ამიტომაც მას ვინახავთ ცვლადში. ამასაც max დავარქმე, რა თქმა უნდა. და ისრიანი ფუნქციის შემთხვევაში განვსვათ რო პარამეტრებს x და y-ს, მე მოდის ის არის, ამიტომ მას ქვია ისრიანი ფუნქცია და დანარჩენი კოდი იგივენერად, რომ თუ x-ი მეტია y-ზე, მაშინ დავარითარნოთ x-ი, თუ კი y-ი მეტია x-ზე, მაშინ დავარითარნოთ y-ი და ყველა სხვა შემთხვევაში დავარითარნოთ ტოლია. აი ეს. აი ეს არის პატარა განსხვავება ისრიანი ფუნქციებში. თუმცა ისრიანი ფუნქციას დადებითი ის აქვს, რომ ეს ერთ ხაზზე რომ ჩაგვეწერა სიტყვაზე, აი მაგალითად გვაქვს max ფუნქცია, რომელიც აბრუნებს, და max-ი არ იყოს, მოდი იყოს ჯამი. ანუ const sum უდრის წერთ პარამეტრებს x-ი და y-ი და უნდა დავაბრუნოთ მათი ჯამი x + y. რადგანაც ფუნქციის შიშდავსი არის ერთხაზიანი, მე შემიძლია ეს ფიგურული ფრჩხილები და return-ი მოუშალო. და ერთ ხაზს დავწერ, იმიტომ რომ აქ როდესაც არ იწერება ეგ ფიგურული ფრჩხილები და return-ი ისეც იგულისხმება. და თუ საერთოდ ერთი პარამეტრი მაქვს, ფრჩხილებსაც აღარ გავატან. თუმცა 0 პარამეტრის შემთხვევაში შენ პარამეტრი არ გვაქვს, აუცილებელია ფრჩხილები. იმიტომ რომ ასე ეროს დაარტყოდა. ოკეი, ეს არის სამივე ხერხი ამ ამოცანის ჩაწერის. და მოდი გადავიდეთ მეოთხე ამოცანაზე. დაწერეთ ფუნქცია სახელად sum digits, რომელიც არგუმენტად მიიღებს რიცხვს. იდეაში პარამეტრად უნდა იყოს. სწორი არის პარამეტრად. იღებს რიცხვს და აბრუნებს მისი ციფრების ჯამს. ეგრევე კოდის წერა არ დავიწყოთ მეგობრებო, ჯერ გავიგოთ
რას გვეკითხა პროგრამა. ანუ ფუნქციას ვწერთ, რომელსაც გადაეცემა რიცხვი და აბრუნებს მის ციფრების ჟამს. მოდი რიცხვი ავიღოთ რაიმე. 155 მაგალითად, ხო? ანუ ჩვენ გამოვითვალოთ აი ამ რიცხვის ციფრების ჯამი. რიცხვი არის ციფრების ერთობლიობა. ანუ ამ რიცხვში ციფრები არის 1, 4 და 5. ანუ მათი ჯამი იქნება 1 პლუს 4 პლუს 5, ანუ 10. ანუ როდესაც ფუნქცია მიიღებს 155-ს, უნდა დავაბრუნოთ 10-იანი. თუ მიიღებს 90-ს, უნდა დავაბრუნოთ 9, იმიტომ რომ 9 პლუს 0 არის 9. და მოდი ახლა ეგ ჩავწეროთ. ჯერჯერობით განვსაზღვროთ ფუნქცია, სამ ლოგიკას ფიქს დავიწყებთ. function sum digits. მქონდეს აქ მოდი number დავარქვათ მოდი პარამეტრს. და როდესაც ფუნქციას გამოვიძახებ კონსოლში და დამიკონსოლდეს მიღებული შედეგი, გადავაწოდოთ მას არგუმენტად რიცხვი 155. და ახლა უკვე დავიწყოთ ფიქრი ლოგიკაზე. იდეაში მე რომ მაქვს 155 აქ, ხო? მოდი კომენტარის სახით ჩავწერ, ერორები ვერ დამიტყას. მაქვს 155. ანუ ჩემი მიზანი არის, რომ ნაბიჯ ამოვიღოთ თითოეული ციფრი და დავაჯამო. ანუ ჯერ ამოვიღო 5-იანი. მერე ამოვიღო 4-იანი და ბოლოს ამოვიღო 1-იანი. ოღონდ მე არ ვიცი რამხელა რიცხვი დამრჩება და მექნება ფუნქციაში. ანუ არ ვიცი მე ეს პროცესი რამდენჯერ გავიმეორო. შეიძლება აი ასეთი რიცხვი მქონდეს რა. არა გამორიცხული, ხო? შესაბამისად, მე რაღაცა გარკვეული რაოდენობის ჩანაწერი წინასწარ განსაზღვრული არ მექნება. უნდა მქონდეს ციკლი, რომლის მიზანიც იქნება, რომ რიცხვიდან ამოიღოს ყველა ციფრი აბსოლუტურად. ანუ აქ ჯერ 0, მერე 9, მერე 8, მერე 8, მერე 5, 6 და ასე შემდეგ 1 შეთვლით. ამას როგორ ვაკეთებთ? ამის ჩაწერის იდეაში ორი გზა არსებობს, ბევრიც იქნება კიდევ, მაგრამ დღეს ორ გზას ავხსნი. ერთ-ერთი არის რომ ჩავწეროთ სუფთა მათემატიკური ხერხით. ანუ ეს 5-იანიც, 4-იანიც და 1-იანიც 155-დან ამოვიღოთ მათემატიკური პატარა ჩანაწერებით. და ეს როგორ შეიძლება? მე თუ მინდა რომ 155-დან ამოვიღო ბოლო რიცხვი, ანუ ზოგადად ნებისმიერ რიცხვიდან თუ გინდათ რომ ბოლო ციფრი ამოვიღოთ, ეს რიცხვი უნდა გავყოთ 10-ზე ნაშთით. ანუ 155 რო გავყო 10-ზე, ხო არის 14 და ნაშთი გვჭება 5-იანი, ანუ 5-იანი ამოვიღეთ უკვე. ახლა 14-ზე ვიმუშაოთ. 14 გავყოთ 10-ზე, არის 1, ანუ 14-ში 10 ერთხელ ეტევა და ნაშთი გვჭება 4-იანი. 4-იანიც ამოვიღეთ. და ბოლოს 1-ზე გავაკეთოთ იგივე. 1 რო გავყოთ 10-ზე, არის 0, იმიტომ რომ 10 1-ში ვერ ეტევა 0 და ნაშთი არის 1-ის ტოლი. ანუ 5, 4, 1 ამოვიღეთ და დაჯამებას უკვე აღარაფერი აღარ უნდა. და ნაშთით გაყოფა როგორ ვაკეთებ უკვე ვიცით. მოდულოს ოპერატორით, remainder ოპერატორით, ანუ პროცენტით. 155% 10 ეგრევე ნაშთს გვიბრუნებს და არა პასუხს. ამიტომ აქ 5 დავწერ ეგრევე. 14% 10 ნიშნავს რომ 14 გაიყო 10-ზე და მივიღეთ ნაშთი 4. ეგრევე ნაშთს გვიბრუნებს და არა განაყოფს. მე 1% 10 გვიბრუნებს ნაშთს 1-ს. და შემდგომ ამას დავაჯამებთ. ოკეი, მოდი ეგრე გავაკეთოთ, გავუყვეთ. ანუ ნახეთ სამ კოდის წერას დავიწყებდე, მე ჩემთვის შევწერ რაღაცა პატარა მონახაზი, რომელიც დამეხმარებოდა ლოგიკურად გამეაზრებინა რა უნდა გამეკეთებინა. ანუ კოდის წერისას ჩანაწერს მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი არის ლოგიკურად გააზრებული კონდეს, როგორ აუმუშავოთ პროგრამა და როგორ გადავჭრათ პრობლემა. რომ ამის რაღაცა გეგმა გქონდეს თავში. საწყისის როგორც მინიმუმ. თორემ ჩანაწერს მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ რავი, JavaScript შუა ჩავწერ, Python-ში ჩავწერ. Python-ში თუ არა C# და ასე შემდეგ. ანუ ბევრი ენა შეიძლება ჩაწერა, მაგრამ ლოგიკა ყველგან ერთია. ხვდებით? ანუ თქვენ რომ უბრალოდ ისწავლოთ JavaScript-ი, ეგ არაფერს არ ნიშნავს. თქვენ უნდა ისწავლოთ პრობლემების გადაჭრა. ყველაზე ღირებული ეგაა. JavaScript-ი ვიცი და აი ფუნქცია როგორ იწერება და for cycle როგორ იწერება მახსოვს. ეგ აი მაგის ფასი არის 0 საერთოდ. უნდა იცოდეთ პრობლემის გადაჭრა. და როგორ უნდა ვისწავლოთ პრობლემის გადაჭრა?
როგორ და ბევრ ამოცანაზე მუშაობით და ბევრ პრობლემაზე მუშაობით. თავიდან არ გამოგვივა, მეც არ გამომდიოდა თავიდან, მაგრამ ბევრი იმუშავე მე უკვე დავაგდა გონებაში. ან ლოგიკური აზროვნება უნდა ვისწავლოთ პროგრამირების და JavaScript-ის სწავლისას. ჩემი მიზანი არ არის JavaScript-ი გასწავლოთ. ანუ ჩემი მიზანია რომ აქ ისწავლოთ JavaScript-ზე მეტი. ანუ განა მარტო ენა ისწავლოთ, არამედ ლოგიკური აზროვნება და პრობლემის გადაჭრა, რომელიც ყველგან გაყვებათ. Python-ს რო ისწავლეთ მე დამოუკიდებლად, მანდ ძალიან გაგიმარტივდებათ, ან C#-ს, ან C++-ს, ან სხვა ენას ნებისმიერ Kotlin-ს მაგალითად რა. თქვენ თუ გაქვთ ლოგიკური აზროვნების უნარი და პრობლემის გადაჭრის უნარი, რაც არ არის ეგრეთი მარტივი, რომ ჩამოგიყალიბდეთ, ბევრი მუშაობა ჭირდება. უკვე ყველგან კარგად იქნებით, ყველა ტექნოლოგიაში და ყველა ენაში. ოკეი. მოდი ახლა ეს გადავიტანოთ, ეს ჩანაწერი გადავიტანოთ კოდის სახით. ანუ მე მაქვს ნამბერი, სადაც ინახება 155, ან სხვა რიცხვი, რომელსაც ფუნქციის გამოძახებისას შემდგომში გავატან არგუმენტად და ეს უნდა გავყო 10-ზე ნაშთით. მოდი გავაკეთოთ ეგეთ რაღაც. და მიღებული შედეგი შევინახოთ რაიმე ცვლადში. მოდი digit დავარქვათ. let digit ციფრი უდრის ნამბერი გაყოფილი 10-ზე ნაშთით. და დავარეთანოთ digit. ნახოთ როგორ მუშაობს. ანუ digit იქნება აი ამის მიერ დაბრუნებული შედეგი, ანუ ნაშთი. გავუშვათ პროგრამა გამოიტანა 5-იანი. იმიტომ რომ 155 რო 10-ზე გავყოთ ნაშთით არის 5. 5 გვჭება ნაშთად რა. ოკეი. ეს ერთი ნაწილი გავაკეთეთ. ნახეთ, ეხაც პატარა-პატარა პრობლემებად ყოფნენ ნელა. ეგრევე არ უნდა მივარდე რა. კიდევ რა უნდა მოხსნა. ეხა ჩემი მიზანი არის რომ ეს იგივე გავაკეთო, განა 155-ზე, არამედ 14-ზე. მე იგივე გავაკეთო 1-ზე და ასე შემდეგ. ანუ მე თან მოსაფიქრებელი მაქვს ის მექანიზმი თუ როგორ ჩავწერო ეს ყველაფერი ციკლის მეშვეობით, იმიტომ რომ ჩვენ უკვე ვთქვით, რომ აქ რიცხვი 3 ნიშნა შეიძლება არ იყოს, შეიძლება იყოს 20 ნიშნა, 50 ნიშნა და 100 ნიშნა, ხო? ანუ ჩვენ ასე წინასწარ არ ვიცით როდის უნდა გავჩერდეთ. ამიტომ ციკლი დამეხმარება და აი ამ ციკლში უნდა მქონდეს ისეთი პირობა, რომელიც თვითონ მიხვდება როდის უნდა გაჩერდეს. მანამდე მოდი შევქმნათ რაიმე ცვლადი დასაჯამებლად და ვარქვათ 3 და თავიდან იქნება 0-ის ტოლი და აი ამ 3-ს დავუმატებთ ხოლმე ციფრებს. ანუ ჩვენ რო ერთხელ digits დავითვლით, ანუ რაღაც ბოლო წევრს, რიცხვის ბოლო წევრს, უნდა დავამატოთ digit-ი 3 ცვლადში. ანუ 3 გახდება ხა 5-იანი, მოდი ხა 3 დავაბრუნოთ. 5-იანი, იმიტომ რომ 5 დამატა 0-ს და გახდა 5. მე 5-იანს 4-იანი ემატება და ხდება 9, 9-იანს 1-იანი ემატება და ხდება 10. ოკეი? მე ეს მჭირდება რომ როგორმე ციკლში შევსვა. მოდი while ციკლი გამოვიყენოთ. while აქ მექნება რაღაცა პირობა. ამაში შევიტან შიგნით. და მე მჭირდება რომ აქ პირობა მქონდეს. ეხლა დავფიქრდეთ რა უნდა იყოს პირობა. ზოგადი მოცემულობა ასეთი გვაქვს. მოდი ვიმშელოთ. გვაქვს იდეაში ერთადერთი ხელჩასაჭიდი, რომელიც არის ნამბერი. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში დროთა განმავლობაში ნამბერი იცვლება. და while ციკლის პირობაც არის დამოკიდებული მექანიზმზე, რომ რაღაცა პერიოდი true არის პირობა და მერე false ხდება, ანუ რაღაცა შეიცვალა. და რა იცვლება ჩვენს პროგრამაში? უბრალოდ რა უნდა იცვლებოდეს, ეს ჯერ არ იცვლება. ეგ არის ნამბერი, იმიტომ რომ ჯერ იყო 155, მერე 14, მერე 1. ანუ ნახეთ რა კავშირია, როგორც კი ჩამოდივარ სულ ბოლოს, მერე ბოლოსაც ეს 1 რომ მივიღე. 1-ის ქვევით აღარაფერი არა. და ამას როგორ ვაკეთებ? ჯერ მოდი ნამბერის შემცირების მექანიზმზე ვისაუბროთ და პირობას უფრო მარტივად მივხვდებით. მე აქ უბრალოდ დავწერო, ჯერ 155 მაქვს მეთქი, მერე 14 მაქვს მეთქი და მერე 1. მაგრამ 155-დან 14 როგორ მივიღე? ან 14-დან 1 როგორ მივიღე? ჩვენ ის გავიაზეთ ჯერჯერობით, რომ როგორ ამოვიღოთ რიცხვიდან ბოლო ციფრი. ოღონდ აი ეს 5-იანი რო ამოვიღე, განა ამოვიღე, უბრალოდ გამოვიტანე. თორე 155 ეგრე ხო არ შეცვლილა. ნამბერი ისევ ნამბერია.
155 ისე ანუ არაფერი არ მიხილე ხელი მისთვის რა. ეხლა ჩემი მიზანი არის რომ 155-დან 5-იანი ჩამოვაშორო numbers და დავტოვო 14. მე 14-დან 4-იანი ჩამოვაშორო და დავტოვო 1. ამას როგორ ვიზამ? ისევ 10-ზე გაყოფა დავეხმარება. მაგალითად 155 რომ გავყოთ 10-ზე არის 14.5. მე მინდა როგორმე 14 მივიღო. და ეს შემიძლია გავაკეთო დამრგვალებით. და ამისთვის გამოვიყენებ math.floor ფუნქციას. ეხლა ეს math.floor რას აკეთებს? ის გვეხმარება რომ დავამრგვალოთ რიცხვი უახლოეს ქვედა მთელ რიცხვამდე. ანუ მაგალითად math.floor და ჩავსვათ 8.1. 8.1-ის ქვევით უახლოესი მთელი რიცხვი არის 8. ამიტომაც გავუბრუნებს 8-ს. რომც იყოს 8.99999, მათემატიკაში ზოგადად დამრგვალება ისე მუშაობს, რომ ეს 9-ს უნდა გვიბრუნებდეს, მაგრამ არა. ისე 8-ს დაგვიბრუნებს, იმიტომ რომ ქვედა უახლოეს დადებით რიცხვს აბრუნებს math.floor. და ლოგიკური სახელიც აქვს, floor ნიშნავს იატაკს. ამის საპირისპირო არის სილი. სილი არის ჭერი. ანუ უახლოეს ზევითა მთელ რიცხვს დააბრუნებს, ანუ ეს დააბრუნებს 9-ს და ასევე 8.0000001-ის დააბრუნებს 9-ს. ხოლო math.round ისე მუშაობს, როგორც მათემატიკაში მუშაობდა, ანუ 8.3 დააბრუნებს 8-ს, იმიტომ რომ 8-მდე უფრო ახლოსაა და 8.5 დააბრუნებს 9-ს. ეს კი შუაშია, მაგრამ მაინც 9-იანი იგულისხმება. 8.9 დააბრუნებს 9-ს ასე, იმიტომ რომ 9-სთან უფრო ახლოს არის. თუმცა math.floor ყოველთვის დააბრუნებს ქვედა დადებით რიცხვი, დააბრუნებს იმ ქვედა დადებით რიცხვს, რომელთანაც არის ახლა. ყოველთვის ქვედას. ანუ 14.5 დააბრუნებს 14-ს. 14 მივიღეთ. ახლა 14 რო გავყოთ 10-ზე. არის 1.4. 1.4 რომ math.floor ფუნქციაში ჩავსვამ, იქნება 1. ანუ 1 მივიღეთ. ეხლა 1 რო გავყოთ 10-ზე. არის 0.1. 0.1 რომ math.floor-ში ჩავსვათ, იქნება 0. და მორჩა. 0-ზე აღარ მუშაობთ. 0-ზე რას არ უნდა გავყოთ, 0 იქნება და არ გვაინტერესებს, იმიტომ რომ მორჩით 5-იც, 4-იც, 1-ით ჩამოვაშორეთ და მე ესენიც ამოვიყრით რა პარალელურად. ანუ ეხლა უკვე შემიძლია მივხვდე თუ როდის გავჩერდები და რა იქნება პირობა, ანუ მე ვჩერდები 0-ზე. ანუ თავიდან 155 მქონდა არ გავჩერებული ვარ, მე 14 მქონდა არ გავჩერებული ვარ, მე 1 მქონდა არ გავჩერებული ვარ და 0 მქონდა და გავჩერდი. ანუ number-სა და 0-ს შორის კავშირი იქნება ჩვენი პირობა while ციკლისა. ხო ვერ დამიწერთ ჩატში რა იქნება number-ის პირობა, როგორ ჩავწერო. სანამ რა. შეგახსენებთ რომ მაშინ ვჩერდებით, როდესაც ისა 0 ხდება number-ი. Sorry. შვენიერი. ყველანი სწორები ხართ. ანუ სანამ ჩვენი number-ი მეტია 0-ზე, მანამ გავაგრძელებთ ციფრების ამოყრას რიცხვიდან. ანუ 155 0-ზე მეტია. ოკეი, მოდი ამოვყაროთ. 14 0-ზე მეტია ამოვყაროთ, 1 0-ზე მეტი ამოვყაროთ, მაგრამ 0 0-ზე მეტი აღარ არის, ამიტომ ჩერდებით. While number არ უდრის 0-ს. ეგეც შეიძლება კი. სამ number-ი არ უდრის 0-ს, ესეც იგივე იქნებოდა ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ 155 14 და 1 0 წოლი არაა, როგორც 0 წოლი გახდება, მორჩება. ეგეც შეიძლება აბსოლუტურად მართალი ხარ. კარგით. ახლა რომ მე პროგრამა გავუშვა. პასუხი რა დამიბრუნდება? რო დავთვალოთ აბა? ეგეც დამიწერეთ ჩატში. ყოველთვის მეტი იქნება 0-ზე, არაფერი. ოკეი. მოდი გავტესტოთ.
მე ხავ პროგრამას გავუშვებ, პროგრამა არასდროს არ გაჩერდება და არასდროს არაფერი არ დაერთიანდება. მოდი გამორთო პროგრამას, იმიტომ რომ არ გაჩერდება ეს პროგრამა, რატომ მოხდა ეს? მოდი წავიკითხოთ პროგრამა ნაბიჯ. თავიდან ხო 155 მეტია 0-ზე, ამიტომ შევდივარ ჩიგნით და digit-ი ამოვიღეთ 155-დან, ბოლო ციფრი იყო 5 და 75 გახდა 5-იანი, ხო? მერე ისევ number-ი მეტია 0-ზე? number-ი ისევ 155-ია და არა 14. კი, ამიტომ ისევ ბოლო ციფრს ამოვიღებ და 10 გახდება, 5-ს რო 5 დამოტო 10-ია. მერე 15, 20 და ასე შემდეგ. აი რო განახოდე ყოველივე. ნახეთ რას გავაკეთებ, მე რო 3-ს შევცვლი, დავაკონსოლდებ მის მნიშვნელობას. და ყოველთვის 5, 10, 15, 20 და ყოველთვის 5-იანს ამოიღებს. ნახეთ? და ასე უსასრულოდ გაიზრდება. break-ი არ გვჭირდება, იმიტომ რომ ეს პირობა შეაჩერებს თავის დროზე. სალამესორი ხარ, მეთლორ ხარ გამოვყენებინა. ანუ მე რას აგიხსენით, აი აქ ეს ჩანაწერი არ შეგვიწერია ჯერ. ანუ ჯერ ნამბერი 155-ია და 14 რო გავხადეთ. მე 14 რო არის და 1 გავხადეთ და ბოლოს 1 რო იყო და 0 გავხადეთ. ეს ჩანაწერი არ გაგვკეთებია. ანუ მე რომ ამოვიღებ ბოლო ციფრს და დავაჯამებ 5-იანს, ეს 5-იანი აღარ მჭირდება და უნდა მოვისროლო. ამიტომ ას ნამბერის ნიშნულობა შევცვლი უკვე. ანუ ნამბერი იქნება number გაყოფილი 10-ზე. ანუ 10-ზე გავყავით 155 გავყავით 10-ზე, მივიღეთ 14.5 და რო ჩამოვიყვანოთ 14-მდე, ეს უნდა ჩავსვათ math.floor-ში. აი ეს. და ახლა number-ი უკვე შეიცვლება. და რაღაც მომენტში აქ დაждდება false. გავუშვათ პროგრამა, გამოიტანს 10-იანს. ანუ ახლა უკვე number-ი თავიდან გახდა 14, 14 მეტია 0-ზე? კი, ამოვიღებთ 4-იანს და ეს გახდება 9, იმიტომ რომ 5 იყო და 4 დაემატა. მერე მოაკლდება ბოლო ციფრი, გახდება 1-იანი, 1 მეტია 0-ზე? კი, ამოვიღებთ ციფრს და გახდება 10 და number-ი გახდება 0, იმიტომ რომ 0 რო 1 რო 10-ზე გავყოთ არის 0. დავკვალებით. მერე 0 მეტია 0-ზე? არა, ამიტომ ჩერდება პროგრამა და გადადის return-ის ნაწილზე. და ბრუნდება ეს ჩვენს მიერ დაჯამებული მნიშვნელობა. აი ესა ერთი ამონახსნე ამ მომცაის. მათემატიკური ჩანაწერი. თუმცა შეგვიძლია რომ მეორე ხერხითაც ჩავწეროთ. უბრალოდ მეორე ხერხით ამ ჩავწერთ, ახალი საკითხის და ჩანაწერის სწავლა მოგვიწევს. მაგალითად გვაქვს string-ი. let string-ი უდრის სიტყვაზე hello world. და მეკითხებიან ეგეთ რაღაცას. გამოიტანე აი ამ სიტყვის, ანუ string-ის პირველი ასო, ან მარტო h. ამას როგორ ვიზავდი, ანუ ეგ არ ვიცი და უბრალოდ შემიძლია ჩავწერო console log string, ხო? და გამოიტანს მთლიან სიტყვას, მაგრამ მე მარტო h-ი მჭირდება, ანუ ამ სიტყვის, ანუ string-ის პირველი ასო. და ამის გასაკეთებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ ეგეთი ფუნქცია, რომელსაც ქვია char at. char არის character, ანუ სიმბოლო ინგლისურად. ანუ მე შემიძლია უთხრა, რომ string-იდან მინდა სიმბოლოს ამოღება. char at. ფუნქცია, ამიტომ არგუმენტად გავატან ახლა იმ სიმბოლოს პოზიციას, რომელიც მე მჭირდება. ანუ h-ი მერამდე პოზიციაზე დგას. არ უნდა მეწეროს აქ char at. და გავატან პირველს. მაგრამ სინამდვილეში არ ვიცი გაგიეთ თუ არა, მაგრამ პროგრამისტები რაღაცა გითხმობა, რომ პროგრამისტები თულას იწყებენ 0-დან. და ეგ რეალობაში შესაძლებელი, იმიტომ რომ აი აქაც პროგრამირებაში ათვლა ინდექსირება იწყება 0-დან და არა 1-დან. ანუ გამოდის რომ string-ის პირველი ასო მდებარეობს 0 პოზიციაზე და ამ პოზიციას უწოდებთ index. ანუ h მდებარეობს 0 ინდექსზე. მეორე ასო მდებარეობს პირველ ინდექსზე და ასე შემდეგ. ანუ მე მინდა string-იდან რომ ამოვიღო ისეთი სიმბოლო, რომელიც მდებარეობს 0 ინდექსზე. გამოვიტანა h. მე შემიძლია რომ მეორე გამოვიტანო. მეორე არის პირველ ინდექსზე. მერე მესამე არის მეორე ინდექსზე, მესამე ინდექსზე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე ინდექსზე.
და გამოვა ჩვენი string-ის რაღაც სიმბოლოები 100. და ეს უკვე space-ი არის, იმიტომ რომ space-იც სიმბოლოდ აღიქმება JavaScript-ში. Okay? და ამის ჩაწერის მოკლე ხერხის არსებობს. მე შემიძლია რომ ეს chart მეთოდი არ გამოვიყენო და უბრალოდ დავწერო ეგეთი რაღაცა string ბრეკეტები, ანუ ოთხკუთხა ფშხლები და ნულიანი. ანუ ამით გულისხმობ რომ string-იდან მინდა ამოვიღო nul index-ზე მდგომი ელემენტი, სიმბოლო, ანუ h. და იგივეს ვიზავ სხვებთანაც. მე მინდა აქ 1, მე მინდა string-იდან მეორე სიმბოლო, მეორე index-ზე მდგომი სიმბოლო, მესამე index-ზე მდგომი სიმბოლო, მეოთხე index-ზე მდგომი სიმბოლო, მეხუთეზე და მეექვსეზე. და მოდი ბარემ ყველა 100 გამოვიტანოთ, ხო? ანუ 6, 7, 8, 9, 10 არ ვიცი რამდენი 100-ა, მოდი მაინც ჩამოვწერ 11, 12. მოდი გავუშვათ. და ნუ გადავწვით, ნახეთ. ბოლოს დამიკონსოლა undefined. 12-ზე დამიკონსოლა. მოდი დავთხოვოთ. 0, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, ანუ მაქსიმუმ ამ string-ში არის სულ ბოლოს მე-11 ინდექსი. მე-12 ინდექსზე არაფერი არ დგას, ამიტომ გამოვიტანა undefined. არ არსებობს უმითხრა. მოდი ამას წავშლი. და მე რომ ამოცანა მომცენ, რომ მოდი ჩავმიწერე რაიმე string-ის, ჩააწერილონ 100 ყველა ახალ ხაზზე. მე ხო ასე არ ჩაუწერ. და იმიტომ რომ ჯერ ერთი კოდს ვიმეორებ, ან ჩემთავს ვიმეორებ, რაიმე დგომას ხო არ ღვევ, don't repeat yourselves. და თან მე არ ვიცი string-ი რა ხელაა. შეიძლება კიდე რაღაცა ეწეროს სიტყვაზე. და მე ბოლოს აღარ გამოიტანს, მარტო მე-11 ინდექსს უნდა მივა. ანუ ხელით ხო არ დავამატებ ამდენს, ხო? ამიტომ აქ შემიძლია დავაკვირდე და დავინახო რაღაცა კავშირი, რა იცვლება თითოეულ ხაზზე. ანუ string-ი იგივეა, ყველგან string-ი მიწერია, ინდექსის მაჩვენებელი იგივეა, ყველგან ბრეკეტები მიწერია, მაგრამ იცვლება თვითონ ინდექსი. იწყება 0-დან და მიდის ბოლომდე. ამიტომ მე შემიძლია ამისთვის გამოვიყენო for ციკლი. და ეს ცვლადი რასაც შევქმნით ციკლში იქნება ინდექსის აღნიშნული. ანუ for let i უდრის 0-ს, იმიტომ 0 დავიწყებთ. i ნაკლებია 12-ზე, დავწეროთ. იმიტომ რომ სულ ბოლოს მინდა იყოს 11. ხო? 12 ვეღარ იქნება, იმიტომ რომ 12 ნაკლებია 12-ზე არის false და აღარ შევა. 11-ზე შევა და ჩვენს ბოლო 11 გვინდა. ასევე i იზრდება თითო ბიჯზე და შემიძლია მე უკვე შიგნით დავაკონსოლო console log string-ი იური ინდექსით. string-ი ინდექსად i. ანუ თავიდან 0 ინდექსზე გამოვა h-ი, პირველ ინდექსზე e, მერე l, o, მძიმე space w, o, r, l, d. მე-12-ზე არაფერი არ გამომიტანო, რომ ეს false იქნება და გაჩერდება პროგრამა. მოდი ამას წავშლი. ნახეთ, იგივე ჩანაწერი მივიღე მე აბსოლუტურად აი ამ პატარა for ციკლით. თუმცა მე რომ მქონდეს აქ სიტყვა თემო, ეს პროგრამა ხო აღარ იმუშავებს, იმიტომ რომ აქ მაქვს მაქსიმუმ 3 ინდექსი. 0, 1, 2, 3. მე კიდე 11-მდე მივდივარ, 12-მდე პროფესორად. ამიტომ ბევრი undefined მექნება. ანუ ეს ჩანაწერის უნდა იყოს დინამიური. და მოდი ახლა ეგ დინამიურად გადავაქციოთ. ანუ თითოეულ string-ზე უნდა იმოქმედოს და i უნდა მივიდეს ბოლო ინდექსის ჩათვლით. იმას აღარ უნდა გადასცეს ყოველთვის. მოდი გავიხსენოთ ეს 12 რა იყო. 12 იყო ამ string-ის სიგრძე. და მე შემიძლია ჩავწერო წერტილი length-ი property-ით. ზუსტად კი. string წერტილი length. ანუ ახლა string-ის length-ი არის 12. 12-მდე ბოლოს 11 იქნება და გვაწყობს. მე რომ მქონდეს თემო, თემოს length-ი, ანუ სიმბოლოების რაოდენობა არის 4. და 4-მდე ბოლო არის 3 ინდექსი და ეგეც გვაწყობს. ბოლოს 3-ია, 4 აღარაა. და ეხლა უკვე გამოვა თემოს სიმბოლოები. ანუ აუცილებლად i ნაკლებია string length-ი, i ნაკლებია ტოლია არა. იმიტომ რომ თუ მეოთხე ინდექსზე გადავედით, მეოთხე ინდექსი არ არსებობს ამ string-ში. და დაიმახსოვრეთ ყოველთვის string-ში ბოლო ინდექსი ყოველთვის ნაკლები იქნება 1-ით string-ის სიგრძეზე. ანუ მაგალითად, ამის სიგრძე ხო არის 4. ბოლო ინდექსი არის 3.
hello world-ზე გადავიდეთ. hello world-ში სიგრძე არის 12, ბოლო ინდექსი არის 11. ერთით ნაკლები ყოველთვის, იმიტომ რომ რაოდენობის ათვლა იწყება 1-დან, ხოლო ინდექსების ათვლა იწყება 0-დან, ანუ 1-ით უკან. და იგა მიზეზი იმისა, რომ აქ ყოველთვის ნაკლები უნდა გვეწეროს. ან თუ ნაკლებიან ტოლობას დაწერთ, უნდა გვეწეროს აქ string length -1. მაგრამ ამის შესაძლებლად ჯობია რომ უბრალოდ ნაკლებია ჩავწეროთ. და ესაა string-ების დალუპვა. აი, ამდენი საუბარი მჭირდებოდა იმისთვის, რომ ვისაუბროთ ისევ ამ ამოცანაზე. მეორე ხერხზე როგორ უნდა გადავჭრეთ. ანუ ისე მოდი შევხვდით ფუნქციას, მოდი ახლა ფუნქციის გამოსახულება, ის რამ ფუნქციას დავწერ მოდი, ამჯერად. const ეს კვები ჩამოვწიოთ. const sum digits აქ მექნება number პარამეტრი და როდესაც გამოვიძახებ ამ ფუნქციას გადავაწოდოთ არგუმენტად 155, ხო? const sum digits უდრის აი ასე ისრიანი ფუნქცია არასოდეს ჩავწერე მე თვითონ. აი ასე. ანუ მე იმის თქმა მინდოდა რომ შემიძლია მე ეს 155 დავლუპო, ანუ ჯერ ერთიანს მივწვდე, მე 4-იანს, მე 5-იანს, როგორც აქ string-ში 100 ვწდებოდით. მოდი ჩავწეროთ იგივე, აბა ჯერ დავაკონსოლოთ 1, 4 და 5. For let i უდრის 0-ს, ინაკლებია number-ის length-ზე i++ და დავაკონსოლოთ number index-at i. და წესით და რიგით ახლა ტერმინალში გამოვიდეს აბზაც 1, 4 და 5. მოდი გავუშვათ. გამოვიდა undefined. undefined იმიტომ გამოვიდა რომ ამასაც გეტყვით, მაგრამ ეგ არ მithქვამს აქამდე. თუ ფუნქციაში return-ი არ მიწერია, default-ად ფუნქცია აბრუნებს undefined-ს. ან ჩათვალეთ ასე წერია რა. თუ რამე ჩვენით არ დავაბრუნეთ. და undefined თუ ბრუნდება, მე console log-ის მაგას log-ავს. მაგრამ მოდი ამას წავშლი. და ეხლა ვნახოთ რას გამოვიტანს. არც არაფერს. ანუ ეს for cycle არ მუშაობს. იმიტომ რომ length property გამოიყენება მხოლოდ string-ებზე, ტექსტურ ჩანაწერებზე და არა რიცხვებზე. ამაზე მე ვერ გამოვიყენებ. ეს რომ იყოს string-ი, ანუ ასე ჭყალებში, მაშინ გამოიტანდა 1, 4, 5, მაგრამ string-ი არა, რიცხვად მაძლევ იმე. ამიტომ ახლა ჩემი მიზანი არის რომ როგორ მე ეს number-ი გადავაქციო string-ად, ანუ იგივე ჩანაწერი იყოს უბრალოდ string-ი. და ამისთვის შემიძლია გამოვიყენო toString ფუნქცია. შექმნი ახალ ცვლადს const str_number დავარქვათ, უდრის number_toString. აი ეს. და მე დავლუპავ აი ამ ცვლადს, იმიტომ რომ ეხლა ეს უკვე არის string-ი. მოდი მაგაში დაგარწმუნებთ. გამოვკონსოლოთ აი ამ str_number-ის ტიპი. ანუ რა ტიპის არის? type of მეწეროს. ნახეთ, არის string-ი. და აქაც ჩავწერ რა თქმა უნდა str numbers და გამოვა 1, 4, 5. და მე ახლა უკვე შემიძლია რომ დანარჩენი ნაწილებით ჩავწერო. ანუ მქონდეს მე ჩამისვლადი, დანარჩენი ლოგიკა იგივეა. და რო ამოვიღებ მე თითოეულ აი ეს 1, 4 და 5-ს დავაჯამო 3 ცვლადში. აი ეს. ანუ ჯერ ერთიანი ემატება 3-ს, მე 4-იანი, ბოლოს 5-იანი. და for cycle რომ მოჩვენა მუშაობას, ანუ ბოლომდე რო გადაივლის აი ამ რიცხვს, დავაბრუნებთ საბოლოო ჯამს. ახლა რო გავუშვებ მე პროგრამას, რა დამიბრუნდება? ნუ იდეაში ამას რო ვიძახი ხოლმე უკვე მივხვდით რომ რაღაცა კარად არ ხდება. ანუ 10-იანი არ დაბრუნდება. როს ვიკითხოს, ესე იგი რაღაც არ მუშაობს. strings ვერ შეკრებს. რატო ვერ შეკრებს? მაგრამ მივხვდი რაც მითხარი. მათემატიკა ვერ შეკრებს კი. 155. სალომე შენც ახლოს ხარ. დაბრუნდება 0.145. აქ. მოიცა, კონსოლი გამორჩა. აუ ჩამიქრერა ერთ თვე. აი კონსოლი მჭირდება რომ დაბრუნებული მნიშვნელობა გამოვიტანო. და
ნახეთ ახლა დააბრუნებს 0.155-ს. რატო? თავიდან 3 არის 0-ის ტოლი, რიცხვია და ამ რიცხვს ემატება string number-ის იური ინდექსი, ანუ ერთიანი. მაგრამ string number-ი არის 145 string-ად. ანუ 0-ს რიცხვ 0-ს დაუმატეთ ჩვენ string-ი. და ამ დროს ხდება აი ამ რიცხვის string-ში გადაყვანა ისევ და ხდება კონკატენაცია, ანუ string-ების შერწყმა შეერთება და გამოდის 0-1. მე ემატება 4 string-ად, მე 5 string-ად. ანუ აქ რიცხვებზე მუშაობა არ მიდის. და მე მინდა რიცხვებზე მუშაობთ. ნუ ეს string number-ში იმიტომ გადავიყვანე მე მთლიანი რიცხვი, რომ მე დამელუპა, მაგრამ მათემატიკური ოპერაციების კეთებისას უკვე მჭირდება, რომ ეს string-ი აღარ იყოს რიცხვი. ამიტომ ამას ისე უკან რიცხვში გადმოვიყვან 1 ციფრს. ანუ გამოვიყენ number ფუნქციას. ანუ ეს რო string-ი 1-ია, რიცხვ 1-ში გადავა და დაემატება, ეს რო string-ი 4-ია, გადავა რიცხვ 4-ში და დაემატება და ეს რო string-ი 5-ია, გადავა რიცხვ 5-ში და დაემატება. და ახლა უკვე მშვენივრად იმუშავებს. ეს გამოვიდა 10-იანი. რო დავამატოთ კიდევ 3, გამოვა 13. იმიტომ რომ ეს links ხო გაიზარდა და მაინც ბოლომდე გადავიდა რა. და ესაა ამოცანის მეორე ხერხით ამოხსნის ჩანაწერი. და აქ ბარემ ვისწავლეთ კიდევ string-ების დალუპვა. ოკეი. მოდი გადავიდეთ დღეისთვის ბოლოს წინა ამოცანაზე, მეხუთე ამოცანაზე. დაწერეთ ფუნქცია, რომელიც პარამეტრად მიიღებს strings და დააბრუნებს true-ს, თუ string-ი არის პალინდრომი. ანუ თავიდან და ბოლოდან იგივენაირად იწერება და false თუ არაა პალინდრომი. ან მოდი სამ გავიაზრეთ რა უნდათ, უბრალოდ ჩავწეროთ ფუნქცია. მოდი ფუნქციას დავარქვათ is palindrome. და მეუბნები რომ ეს ფუნქცია უნდა იღებდეს string რაღაცა პარამეტრს და რომ გამოვიძახებთ ამ ფუნქციას console log-ში და გადავწვი რაღაცა string ჩანაწერს, უნდა მითხრეს palindrome თუ არა. რა არის palindrome? მოდი გავიაზროთ. Palindrome არის string-ი, რომელიც თავიდან და ბოლოდან იგივენაირად იწერება. ანუ მაგალითად, სიტყვა level არის palindrome, იმიტომ რომ თავიდანაც level იკითხება და იწერება და ბოლოდანაც level იკითხება და იწერება. ქართულში კიდე მახსენებ ერთი სიტყვა როგორ სიტყვაზე. როგორ არის palindrome, იმიტომ რომ თავიდანაც როგორ იკითხება და იწერება და ბოლოდანაც იგივენაირად იკითხება და იწერება. ანუ ესაა palindrome. ანუ ამ შემთხვევაში უნდა დააბრუნოს true, აი თემოზე მაგალითად უნდა დააბრუნოს false, იმიტომ რომ თემო თავიდან თემოა და ბოლოდან არის omit. ანუ არ ემთხვევა რა. და აქ როგორ შემიძლია რომ გავაკეთო? როგორ და აი palindrome-ის განმარტება მეუბნება თავიდან და ბოლოდან იგივენაირად იწერება. ანუ მე რო ავიღე თემო როგორც წერება თავიდან და მე ბოლოდან omit. თუ ეს ორი ერთმანეთს დაიმთხვა, თუ ერთმანეთის ტოლი იქნება. ესე იგი palindrome-ია. ეს false დააბრუნებს ახლა. ანუ level მაგალითად. level ხო არის ორიგინალური სიტყვა. მოდი შევატრიალოთ. level შეტრილებული იქნება ისევ level. და ეს ორი string-ი ერთმანეთს უდრის. true-ს აბრუნებს, ესე იგი true-ს დააბრუნებს ფუნქციიდან. მაგრამ ამ ფუნქციაში და ამ ამოცანაში მთავარი პრობლემა არის როგორ უნდა შევატრიალოთ string-ი. და ეს ისევ შეგვიძლია რომ გავაკეთოთ 100-100-ად. ან მაგალითად ავიღოთ თემო. შეტრილებული string როგორ იქნება? ავიღებთ ბოლო 100-ს, os, მე ბოლოს წინას, ms, მე ბოლოს წინას, მე ბოლოს წინას. და ასე გავალთ. ანუ მე მჭირდება რომ 100-ებს ჩავწვდე ბოლოდან მოყოლებული. ანუ ისევ string-ის დალუპვა მიწევს, ოღონდ განა თავიდან ბოლომდე, არამედ ბოლოდან თავამდე. ანუ for cycles ჩავწერე ახლა უბრალოდ განსხვავებული პირობა იქნება. აი როგორც წინა სემინარზე ავხსონი, რომ აი 0-დან 10-მდე რო print-out რიცხვებს როგორ ვაკეთებდით, რომ თავიდან იქნებოდა 0-ის ტოლი i,
მე იქნებოდა i-10 ნაკლები და i++ ყველა ჯერზე გაიზრდებოდა. და მოდი დავაკონსოლოთ i. ახლა გამოვა რიცხვები 0-დან 10-მდე. და ჩვენ რო პირიქით გვინდოდა 10-დან 0-მდე i იქნებოდა 10 სტოლი, ყველა ბიჯზე შემცირდებოდა 1-ით და პირობა იქნებოდა i მეტია 0-ზე. ანუ ტრიალდება ყველაფერი. და ახლა 10-დან 1-მდე კონსოლდება. იგივე არის სტრინგის შემთხვევაშიც. ანუ თავიდან თუ ინდექსი არის 0 სტოლი და ინდექსი ნაკლებია სტრინგის length-ზე, ესა პირობა და მე i++, იმიტომ რომ ინდექსები იზრდება და ჩავწეროთ string-ი ინდექსად i. რა გამოვა? string-ი ინდექსად 0, string-ი ინდექსად 1, 2 და 3. გამოვა თემო. მაგრამ მე თუ მინდა რომ ბოლოდან დავიწყო, ესე იგი, მე ვიწყებ 1, 0, 1, 2 მესამე ინდექსიდან. ანუ პირველი მიწვევა გამოვა მესამე ინდექსიდან, ბოლო ინდექსიდან. ეს როგორ ჩავწეროთ? ანუ თავიდან string-ი იქნება string length-ი, მაგრამ string-ის სიგრძე 3 არ არის, 4-ია. და ისიც ვიცით რომ ინდექსები ყოველთვის ნაკლები 1-ით length-ზე, ამიტომ აქ გამოვაკლოთ 1-ს. ანუ თუ string-ის სიგრძე არის 4, ბოლო ინდექსი იქნება 3. თუ string-ის სიგრძე არის 5, ბოლო ინდექსი იქნება 4. და ნელ-ნელა ვამცირებთ ამ ინდექსებს, ჯერ იქნება 3, 2, 1 და 0. და ეს ყველაფერი მანამ უნდა შესრულდეს, სანამ i მეტიან ტოლი იქნება 0-ზე. ანუ 3 მეტიან ტოლი 0-ზე, 2-იც, 1-იც, 0-იც, 0-იც უნდა იყოს, 0-იც გვაწყობს, -1 აღარ გვაწყობს და გამოვალთ for ციკლიდან. და ახლა გამოვა ომეთ. ნახეთ შემოტრიალებული არის. და ახლა ის რა დაგვჩვენია, რომ რაღაცა ცვლადი გქონდეს შემოტრიალებული string-ისთვის, რომელიც თავიდან ცარიელი იქნება და ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ ავკინძოთ. მოდი ამას დავარქვათ reversed string-ი. setr, რომელიც თავიდან ცარიელი string-ი იქნება და ამ string ინდექსად i-ის დაუმატებთ reverse string-ში. ლიბოს უდრისთ. ანუ თავიდან reverse string-ი გახდება o, ბოლო ელემენტი, მერე m, მერე e, მერე t. მოდი გავტესტოთ, აბა დავარითავნოთ ჩვენი შემოტრიალებული string-ი. გავუშვათ, გამოვიდა ომეთი. და ახლა ის რა დაგვჩვენია, რომ ორიგინალი string-ი და შემოტრიალებული reverse string-ი ერთმანეთს შევადაროთ. და if-ით ჩავწერთ მაგას უკვე. თუ string-ი უდრის reverse strings, მაშინ დავარითავნოთ true, ხოლო ყველა სხვა დანიშნულ შემთხვევაში დავარითავნოთ false. ანუ თუ ტოლი არა, false ვარითავნე მეგრევე. ანუ ახლა თემო იქნება false, იმიტომ რომ ერთმანეთს არ უდრის თემო და ომეთი, მაგრამ level იქნება palindromi, ანუ true, ასევე როგორ არის palindromi, იქნება true. თუმცა ამ ჩანაწერის შემოკლებას მოგვიწევს. ნახეთ? string-ი უდრის reverse strings. ანუ ეს რას აბრუნებს? ორი ვარიანტია ხო სულ. true-ს და false-ს. და ფუნქციამაც უნდა დააბრუნოს true და false. true ან false. და ეგეთ რაღაც დაიმახსოვრეთ. როდესაც ფუნქციის საბოლოო პირობა true-ს ან false-ს აბრუნებს და ასევე ფუნქციამაც უნდა დააბრუნოს true ან false, ჩვენ შეგვიძლია ეგრევე პირობა დავაბრუნოთ. ანუ ამის მაგივრად მე ჩავწერ return string-ი უდრის reverse strings. ანუ ახლა აქ რა მოხდა? მაგალითად მაქვს თემო. string-ი ხო იქნება თემო და reverse string-ი იქნება ომეთ. ესენი ხო ერთმანეთს არ უდრის, ესე იგი ეს იქნება false და ფუნქცია პირდაპირ false დააბრუნებს. ხო, თუ გვაქვს level, ორიგინალური string-ი იქნება level, ასევე შემოტრიალებული იქნება level, ეს არის true, შესაბამისად ფუნქციას დააბრუნებს პირდაპირ true-ს. ანუ რახან პირობის დასაბრუნებელი მნიშვნელობები და ფუნქციის დასაბრუნებელი მნიშვნელობები ერთმანეთს ემთხვეოდა, ავდექნე პირობა დავაბრუნე ეგრევე. ანუ ახლა იქნება false, level-ზე იქნება true, იმიტომ რომ palindromია. და ეს იყო ჩვენი მეხუთე ამოცანის სამონახსნე. კი ესავა მეგრეთ შეიძლება უბრალოდ გირჩევთ ხოლმე რომ გამზადებული მეთოდები
არ გამოიყენოთ კი არა, ან ორივე ხერხი ჩაწეროთ რა, თუ რამე გამზადებული მეთოდით შეიძლება ჩაწერა რაღაც ამოცანის, დაწერეთ, პრობლემა არაა, მაგრამ თქვენითაც გააკეთეთ, რომ ანუ აქ უფრო არჩევს გონება. და ამ ამოცანას მიუბრუნდებით შემდეგ კვირას და აი ამ ხელა ჩანაწერს ჩავწერთ ერთ ხაზში. უფრო მარტივი ხერხის არსებობს. თუმცა ხელით დაწერას უნდა შეგვეძლოს ყველაფრის რა, საბოლოო ჯამში. კარგით. მოდით გადავიდეთ დღეისთვის ბოლო, ანუ მე-6 ამოცანაზე. პატარა ამოცანა არ არის. ამოცანაში რაღაც ახალს ვისწავლით, მცირე დეტალს და ასე ვისწავლით პროგრამის ჩაწერის სტრუქტურასაც, ანუ როგორ დავწეროთ დიდი პროგრამა. ნუ შედარებით დიდი პროგრამა, ამოცანებთან შედარებით. მოდით ჯერ პირობას დავიკითხოთ. დაწერეთ პროგრამა, რომელიც მოუწოდებს მომხმარებელს აირჩიოს თამაშის დონე. თუ მომხმარებელი არ ჩაწერს 1, 2 ან 3-ს, პროგრამამ იგივე შეკითხვა კვლავ უნდა დასვას. ანუ თავიდან რო ვიწყე პროგრამას, რაღაც თამაში არის ეს რა, მეკითხება თამაშის დონეს, თამაშის level-ს. 1, 2 და 3. თუ 1 ავირჩიე, მარტივი იქნება თამაში, თუ 2 ავირჩიე, საშუალო სირთულის იქნება, თუ 3 ავირჩიე, ყველაზე რთული იქნება. და იქამდე ვიკითხე მომხმარებელს ამ level-ს 1, 2 ან 3-ს შემოიყვანს რა. ან თუ 5 შემოიყვანე, კიდევ ვიკითხე, იმიტომ რომ მე 5 დონე არ მაქვს. მე რა ხდება? შემთხვევითობის პრინციპით წარმოქმნის 10 მათემატიკურ ამოცანას ფორმატირებულს, როგორც x + y უდრის, რაც თითოეული x და y არის დადებითი მთელი რიცხვი. ანუ ამის შემდეგ უნდა დავაგენეროთ 10 რანდომულად უნდა დავაგენეროთ 10 მათემატიკური ამოცანა რაღაც ჯამზე. ანუ x + y-ის მაგალითად იქნება ჯერ მაგალითად 5 + 2, 7 + 9 ან 20 + 23. რანდომული რიცხვები იქნება, ესე მაგასაც დავაგენერებთ. და ესეთი უნდა იყოს 10 რანდომულად დაგენერებული. გან ხელით უნდა გავწეროთ, პროგრამა რანდომულად უნდა აკეთებდეს, ან ყველა გაშვება სხვადასხვა იქნება რა. სწორს მომხმარებელს გადაჭრას თითოეული ეს პრობლემა. თუ პასუხი არ არის სწორი, ან საერთოდ რიცხვი არაა, პროგრამამ უნდა დაწეროს e, 3e. და კვლავ იგივე ამოცანა დაუბეჭდოს მომხმარებელს, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს ამ პრობლემის გადასაჭრელად სულ 3 წდა გამოიყენოს. თუ მომხმარებელი სწორ პასუხს 3 წლის შედეგად ვერ დაწერს, პროგრამამ სწორი პასუხი თვითონ უნდა დაუწეროს. ანუ რას მეკითხებიან? რომ პროგრამა მეკითხება ეს რაღაცას, level 1 ავირჩი მაგალითად და მიწერა 1 + 2 რამდენია? 1 კი არა და 2 + 8 რამდენია? დაუწერე 10-იანი. სწორია. ეხლა მეორეს მეკითხება 3 + 7 რამდენია? 10-ია. სწორია. მე შემეკითხა 9 + 4 რამდენია? და დაუწერე 10. 9 + 4 არის 13, არასწორია და დაუწერე e. 1-იც და ამოიწურა, სულ 3-იც და აქ. მე ისევ გავუმეორე 9 + 4 რამდენია? 11-ო ვერ გამოიცნო, კიდე e დაუწერა, ეს სტრინგი. მე კიდე შეკითხა მე-13, დაწერა 12, მე-3 დაუწერა e და მე უკვე თვითონ დაუწერა პასუხი. 9 + 14 არის 13-ო რა. და მე განაგრძო სხვა ამოცანის მიცემა. 1 + 4 რაღაც კატა დაუწერა და e დაუწერა, არასწორია, იმიტომ რომ string-ს არ უნდა წერდეს. არც dog-ია, არც bird-ია და მე თვითონ დაუწერა სწორი პასუხი, რომ 5-ია მეუბნება რა. და თან ქულებს ითვლის. ანუ 10 ამოცანა რამდენსაც დავწერ სწორად და ქულაზე ითვლის და ბოლოს მეუბნება რამდენი ქულა ავიღე. თითოეულ ამოცანაზე მოქვს 3 წდა. შექმნით თქვენი პროგრამა შემდეგნაირად, სადაც ერთი ფუნქცია მოუწოდებს და საჭიროების შემთხვევაში ხელახლა ეკითხება მომხმარებელს თამაშის დონის არჩევისკენ და აბრუნებს 1-ს, 2-ს ან 3-ს. მეორე ფუნქცია აბრუნებს შემთხვევით გენერირებულ დადებით მთელ რიცხვს დონის ციფრების გათვალისწინებით, ამბეჭდავს შეცდომის შეტყობინებას error message. თუ დონე არ არის 1, 2 და 3. და მეუბნება რომ ეს ყველაფერი ნაწილ-ნაწილ უნდა დავყო რამდენიმე ფუნქციად, რომ უფრო სტრუქტურირებული იყოს ჩემი პროგრამა. ანუ ასე ერთიან არ დავწერე რა. მაგრამ მოდი ნენელა მივყვეთ ამ პროგრამის გადაჭრას. ანუ პრობლემა დაყოფილი თითქოს არის უკვე რა ეს ყველაფერი. მოდი ჯერ აი ეს ნაწილი დავივიწყოთ და ვიმუშაოთ მარტო აი ამ ნაწილს. დავაწერეთ პროგრამა, რომელიც მოუწოდებს მომხმარებელს აირჩიოს თამაშის დონე. თუ მომხმარებელი არ ჩაწერს 1-ს, 2-ს ან 3-ს, პროგრამამ იგივე შეკითხვა კვლავ უნდა დაუსვას. ანუ prompt-ი მჭირდება. მოდი prompt-ის ბიბლიოთეკას შევიწერ. npm install prompt sync.
სულ მაღლა შემოვიდან prompt-ის ფუნქციას. const prompt უდრის require prompt sync. კიდაჩი, ეგენი აქ ჭირდება. და ნუ ამისთვის მოდი გამოვიყენოთ do while. ეს უკვე ვიცით. ანუ ჯერ შევეკითხებით მოხმარებელს თამაშის დონეზე, თუ 1, 2 და 3 არა, კიდევ გამომივარებთ. ანუ მექნება level-ის ცვლადი. მე do-სთან შევეკითხები, რომელი level-ი უნდა, level უდრის number-ში ბარმა გადავაქცე, იმიტომ რომ რიცხვებზე მუშაობ, prompt enter level. შეიყვანეთ დონე. და ამას მანამ გავაკეთებ, სანამ 1-იანს, 2-იანს და 3-იანს არ შემოიყვანს. ანუ სანამ level-ი არ იქნება 1 და არ იქნება არც 2 და არ იქნება არც 3, მანამ გავაგრძელებ შეკითხვას. ანუ ეხლა პროგრამა გაუშვა, ნახეთ. So, cannot create property autocomplete on string enter level. Iak. შეხედები მოკლდა. Okay, მეკითხება შეიყვანეთ დონეო, შევიყვანოთ 5. აქ რა მოხდა? 5 არც 1-ის ტოლია, არც 2-ის, არც 3-ის, ამიტომ ეს არის true და კიდევ მეკითხება, შევიყვანოთ 0, არც 0, 1-ის, 2-ის ან 3-ის ტოლი, შევიყვანოთ 2, ჩერდება. ანუ მე რო აქ მქონდა ან ეს უკვე არასწორი იქნებოდა. იმიტომ რომ მე რო აქ შევიყვანო ეხლა 2-იანი, კიდევ მეკითხება, რატომ? 2 არ უდრის 1-ს, ეს არის true. 2 არ უდრის 2-ს, ეს არის false. 2 არ უდრის 3-ს, ეს არის true. და ანის შემთხვევაში, თუ 1 მაინც true არის, საბოლოო პირობა true ხდება. და ისე მეკითხება. და შემთხვევაში მე თუ შევიყვანე მაგალითად 5-იანი. 5 არ უდრის 1-ს არის true, 5 არ უდრის 2-ს არის true, 5 არ უდრის 3-ს არის true, ყველა true-ა. და შემთხვევაში ყველა true უნდა იყოს, საბოლოო პასუხიც true იყოს, ამიტომ ეგ გჭირდება, რომ გაუმეოროს. ხოლო როდესაც 2 არის მაგალითად სიტყვაზე რა, ეს true იქნება, ეს true იქნება და შუა false იქნება. ანუ 1 მაინც false იყოს, უკვე აღარ შევართ დუში და აღარ შევეკითხები დახლიდან. და ეგ ჩვენ გვაწყობს პირიქით. ანუ ერთი პრობლემა გადაჭრილია. აი ხა ეს არასდროს არ გაჩერდება ეს პროგრამა. და ვერც ვაჩერებ, Ctrl+C-ს არ ჩერდება. კაი, მოდი ახალ ტერმინალში შევქმნი, პლუს ღილაკით. ამას გავთიშავ. შევიყვანეთ 6, მეკითხება 0, მეკითხება 2 შევიყვანეთ, გაჩერდა. ამოიცა არ დამისევებია. ეს აღარ გაჩერდება. კარგი, ისე ახლა გავუშვათ 5-ზე, 6-ზე მეკითხება, 0-ზე მეკითხება, 2-ზე ჩერდება. 1-ზე გაჩერდებოდა 3-ზე, იმიტომ რეგლირებები გვაწყობს. ანუ პირველი ამოცანა შევასრულეთ. შემთხვევითობის პრინციპი წარმოქმნის 10 მათემატიკურ ამოცანას ფორმატირებულს, როგორც x + y უდრის რაღაცას. სასტიკული x და y არის დადებითი მთელი რიცხვი. და უცნაური სიტყვა არის, რომ შემთხვევითობის პრინციპი წარმოქმნის 10 მათემატიკურ ამოცანას. სანამ მოდი რანდომულად დავაგენერირებთ 10 განსხვავებულ ამოცანას, ჯერ ვისწავლოთ, როგორ უნდა დავაგენერიროთ რანდომულად რიცხვი მარტო. მარტივი უნდა დავიწყოთ, აი? ამას დავაკომენტარებ. let random უდრის. random ცვლადის სახელია. რანდომული რიცხვის დაგენერირებისთვის ვიყენეთ ფუნქცია JavaScript-ში math.randoms. ასე იწერება. მოდი დავაკონსოლოთ, რას გამოიტანას. ნახეთ 0.325 და ასე შემდეგ. და ყველა გაშვებაზე იქნება განსხვავებული 10 წილადი რიცხვი. ანუ math.random აგენერირებს 0-დან 1-მდე რანდომულ 10 წილად რიცხვს. ანუ შეიძლება რომ თეორიული შანსი არის რომ ეს 0 იყოს,
მაგრამ 1 არასდროს არ იქნება. 1 იქნება არასდროს. შევძლებთ, იმიტომ რომ 1-მდე არის რა. და ესა აბსოლუტურად რანდომული. ნუ ტექნიკურად ვთვლად არა. ანუ სიამბლეში სიტყვა რანდომული არ არსებობს რა. ზოგადად, ანუ ეს რანდომული მთლად არა, მაინც კომპიუტერი ითვლის და შეგვიძლია რომ მივხვდეთ რას დააგენერირებს საბოლოო ჯამში. მაგას შეგიძლიათ ახლა სტატიები წაიკითხოთ, საინტერესოა. აი მართლა რანდომული შეიძლება იყოს კოსმოსიდან მიღებული რაღაცა გამოსხივება. ეგაა მართლა რანდომული, თორე ეს ტექნიკურად რანდომული არა, მაგრამ რანდომულია. საბოლოო ჯამში მაინც. ანუ მთელი რიცხვი ეს არაა მაინც რა. მეც რანდომი აგენერირებს 0-დან 1-მდე 10 წლად რიცხვებს. და მთელი რიცხვი რო იყოს ეგ უკვე ჩვენზე დამოკიდებული. ანუ მაგალითად მე თუ მინდა რომ 0-დან 10-მდე დავაგენერირო რანდომული რიცხვი, რასაც მივიღებ, ეგ უნდა გავამრავლო 10-ზე. ანუ მაგალითად ეს უთავიდან ხო გამოიტანა 0.32 რაღაცა. ეს რო 10-ზე გამრავლო იქნება 3.2 რანდომული. მერე ეს 0.8 იქნება 8 10-ზე რო გამრავლო. ნახეთ ეხლა 9 რაღაცა, 5 რაღაცა, 7 რაღაცა და ასე შემდეგ. და ეხლა ის დავამრავლოთ, მოდი ქვევით და თანაგზე ჩამოვწიოთ math floor-ით. აი ასე. და იქნება 0-დან 10-მდე რანდომული რიცხვები. აი 0 არის. იმიტომ 0 რაღაცა დაგენერირდა, მე 0 სიტყვაზე 0 აქ დაგენერირდა 0.0 რაღაცა, 0.2 მაგალითად. რაც მე გახდა 0.2 და ჩამოვიდა 0-მდე. თუმცა აქ 10 ვერასდროს ვერ იქნება. და მაგას დაგიმტკიცებთ ახლა. მოდი დავაგენერიროთ რიცხვები, მთელი რიცხვები 0-დან 2-მდე. ანუ 2-ზე გავამრავლოთ. ეს 0-იც იქნება, 1-იც იქნება, მაგრამ 2 არასდროს არ იქნება. ნახეთ, 2 არასდროს არაა. შეიძლება ვიფიქროთ, აი შემთხვევითობითა და 2 არ მოუწია, მაგრამ მოდი 0-დან 1 იყოს აქ. 1 არასდროს არ იქნება. სულ 0 იქნება ახლა. და რატო? იმიტომ რომ მეს რანდომი 1 ვერასდროს ვერ იქნება, მაქსიმუმ იყოს 0.99999. აი ესა მაქსიმუმი ამის რა. და ეს რო 1-ზე გამრავლო თავის თავი იქნება და მეს ფლორით ისევ 0-მდე ჩამოვა, სულ დაბლა. იგივე 10-ზეც. ანუ ამისი მაქსიმუმი თეორიულად არის 0.99999. ეს რო 10-ზე გამრავლო, იქნება 9.99999. უნდა 9 უნდა იყოს. და ეს რომ ეს ფლორით ქვევით ჩამოიყვანო, 9 გახდება საბოლოო ჯამში. ანუ 10 ვერას ვერ გახდება. ჩვენ თუ გვინდა რომ 10-იც ვიგულისხმოთ, მაშინ აქ 11 უნდა მეწეროს. ან 0-დან 11-მდე დაგენერდება რიცხვები. 10 შედის. ან ბოლოს დავუმატოთ 1-იანი. მაგრამ ეს თვალ კარგი ჩანაწერი არ არის. იმიტომ რომ მაგალითად აქ დავწერო 1-მდე დაგენერირდეს და მე პლუს 1 დავწერო, ყოველთვის 1 მექნება, 0 აღარ მექნება. იმიტომ რომ ეს ჩანაწერი 0-ს მიბრუნებს სულ და მე 1 ემატება და 0 აღარ შედის. ამიტომ მაინც ჯობია რომ აქ მეწეროს 1-ით მეტი. ანუ ეხლა უკვე 10-იც გამოვა რაღაც მომენტში. აი 10 გამოვიდა. ანუ საბოლოო ჯამში math random-ი, ანუ JavaScript-ში არ არსებობს ჩაშლილი ფუნქცია, რომელიც რანდომულად დააგენერირებს, ანუ შემთხვევითობის პრინციპით დააგენერირებს მთელ რიცხვს. ეგ არ არსებობს. ეგ ჩვენ უნდა გავაკეთოთ. ერთ-ერთი math random-ი არის, რომელიც 0-დან 1-მდე დააგენერირებს 10 წლად რიცხვებს. და მე ჩვენზე დამოკიდებული მაგის მანიპულაციას როგორ გავაკეთებთ. ანუ რანდომულად რიცხვების დაგენერირება ვისწავლეთ. ახლა ჩვენ მიზანი არის დავაგენერიროთ რანდომულად 10 განსხვავებული მათემატიკური ჩანაწერი. ანუ მაგალითად თავიდან უნდა მქონდეს სიტყვაზე 5 + 7, მერე 3 + 2, მერე 1 + 9 მაგალითად. და ეს როგორ შეგვიძლია რომ გავაკეთოთ? როგორ და ორჯერ დავაგენერირებთ ყველა ჯერზე რანდომულ რიცხვს. ანუ თითოეული მათემატიკური ჩანაწერისთვის ორ რანდომულ რიცხვს დავაგენერირებთ და მოხმარებელს შევეკითხებით. ეგრე შეიძლება ამას ამოხსნა. ანუ მე მექნება let rand x-ი რანდომულად დაგენერირებული x სულადი, რომელიც იქნება 0-დან 10 შეხვით რანდომული.
ასე მექნება rand y, რომელიც ასევე 0-დან 10 შეხედვით იქნება რანდომული. და მე users შევეკითხებით, ანუ დავუკონსოლებთ console log ბექთიხებით გავაკეთებ და template literally, იმიტომ რომ string-ის ვინ ჩავწერო და გამოსახულებებიც. ანუ rand int-ი rand x რაც იქნება, ამას მოდით დავუმატოთ rand y და ეს რას უდრის მეთქი მაგას შევეკითხები. ეხლა რომ გავუშვანახეთ, დააწერა 9+1. შენგაშობაზე სხვა მოცონა იქნება, მე სხვა და ასე შემდეგ. Okay. მაგრამ მე უნდა დავაგენერო ამოცანები სირთულის და შესაბამისად, სირთულის და მიხედვით. სირთულის შესაბამისად როგორ რიცხვებს დავაგენერებ, უკვე ჩემი გადასაწყვეტი, იმიტომ რომ ამოცანაში არ ვთქვამთ. მაგრამ მოდი ასე მოვიქცეთ. მაგალითად, თუ მოხმარებელი შემოიყვანს level 1-ს, დავაგენეროთ რიცხვები 0-დან 10-ის ჩათვლით. ან 0-დან 10-მდე. ნიშნულობა არ აქვს მაგას რა დიდად. 0-დან 10-მდე იყოს, მოდი. ერთ ნიშნები დავტოვოთ, ორ ნიშნა არ გვინდა რა იგრევე. ეს ორ ნიშნა არ გვინდა პირველ level-ზე. თუ მეორე level-ი იყო, დავაგენეროთ რიცხვები 1-დან 0-დან 100-მდე. ანუ ბოლოს 99 იქნება. და თუ 3 level-ი იყო, დავაგენეროთ რიცხვები 0-დან 1000-მდე. და მაგები შეწერა შეიძლება if-ის მეშვეობით. ანუ თავიდან მე rand x-ი და rand y განსაზღვრული მექნება და მე შევამოწმებ level-ის მნიშვნელობას. რომ თუ level-ი არის 1-ის ტოლი, მაშინ rand x-ი ამას გლობალურად ვქნი, იმიტომ რომ if-ის გარეთასმინე გამოვიყენო მე. rand x-ი იქნება 0-დან 10-მდე დაგენერებული რიცხვი და rand y-იც იგივე. rand y-ი იქნება იგივე 0-დან 10-მდე. ასე. თუ კი else if level-ი არის 2-ის ტოლი, მაშინ rand x-ი იქნება 0-დან 100-მდე და ასევე rand y-იც იქნება 0-დან 100-მდე. ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში rand x იქნება 0-დან 1000-მდე და ასევე rand y-იც იქნება 0-დან 1000-მდე რიცხვი. ორ level-ზე 10-მდე რო იყოს არ შეიძლება, კი როგორ არ შეიძლება. მაგას თავით ჩაწერა უნდა რა, აი მაგალითად. ეს თუ აგენერირებს რიცხვებს 0-დან 100-მდე 0-დან 100-მდე და შენ თუ გინდა რომ 10-დან 100-მდე დააგენერირო რიცხვები, მანდ როგორ იქცევი, იცი? აგენერირებ რიცხვებს 0-დან 90-მდე და უმატებ 10-იანს. საბოლოო ჯამში. აი ასე იქცევი. ანუ მინიმუმ რო 0-ის დააგენერიროს, მე 10-იან მატება რა, ანუ ამის ყველაზე მინიმუმი არის 10-იანი. თუ იყოს 50, ემატება 10-იანი. მაგრამ 10-დან იწყება ახლა უკვე რა უმატებ რა. მაგრამ რავი, მნიშვნელობა აქვს როგორ ჩავწერთ. მაინც ეს იცოდეთ ბარი. კი საბა შეიძლება რომ აქ 101 ჩაწერო და 100-ით შევიდეს. მაგრამ ნუ 100-მდე გავაკეთე, ანუ ორ ნიშნა, ანუ იმაზე მქონდა აქცენტი, რომ ჯერ იყოს პირველ level-ი 1 ნიშნა, მეორე level-ი 2 ნიშნა მაქსიმუმ და მესამე level-ი 3 ნიშნა მაქსიმუმ რა. მაგიტო თორე თქვენ როგორც გინდათ ისე ჩაწერეთ. აქ უბრალოდ კონკრეტულად არ იყო და დაკონკრეტებული level-ის ხედავთ როგორ რიცხვი დამაგენერებინათ და ჩემით მოვიფიქრე ეს თორე. თქვენ როგორც ისე ჩაწერეთ. თორე ყველა ხერხიც მაინც გაჩვენეთ რა. Okay, მოდი ნახოთ აბა როგორ იმუშავებს. პირველ level-ში შევიყვანოთ. დაწერო 2+9. Okay, მოდი მეორე level-ში შევიყვანოთ. ნახეთ ორ ნიშნებიც არის. შეიძლება ერთ ნიშნებიც იყოს, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა. ეხლა მოდი სამ ნიშნს შევიყვანოთ
და 1 უნიშნო, მეორე სამნიშნო, იმიტომ რომ 0-დან 1000-მდე 99 შედის რა. მაინც სამლეველიანი არის ეს. და ხო თუ გინდათ რომ აი აქ მაგალითად 10-დან დაიწყოს, მაშინ 0-დან 90-მდე დავწერეთ, ეს 80 საიდან მოვიდა? 100 მინუს 10 არის 90. ანუ 0-დან 90-მდე დააგენერირებთ და ამას გამოკლდება, მიემატება 10. აქაც იგივე, თუ გინდა 0-დან, და 100-დან 1000-მდე იყოს მარტო სამნიშნები. მაშინ 1000 მინუს 100 არის 900, ანუ 900-მდე დააგენერებთ და ბოლოს მიმოვატებთ 100. ანუ ესეც შეიძლება. როგორც გაგიხარდებათ რა, მნიშვნელობა არ აქვს ამას როგორ ჩაწერთ. ოკეი. მაგრამ აი და კიდე ხო რაღაცა მინდა დავამატო, აქ შევიყვანო თემო. თემოზე არ გადის, ხო? იმიტომ რომ ეს პირობა არ უშვებს, მშვენიერი. მაგრამ ერთ რამეზე მინდა გავამახვილო ყურადღება, ის არის ეგ რომ აქ ვიმეორებ ერთი და იმავე კოდს ხშირად. ანუ math floor, math random გამრავლებული რაღაცაზე მიწერია 6 ჯერ. როცა შემიძლია ორჯერ ჩავწერო, იმიტომ რომ ერთ სლოს მიმოვიჯე, მე მეორე სლოს მიმოვიჯე, მორჩა რა. ანუ ეხლა მე როგორმე უნდა დავინახო კავშირი level-სა და აი ამ რიცხვებს შორის. ანუ რა კავშირია ეს? ერთი ლეველის შემთხვევაში 10 ვამრავლებთ, ორი ლეველის შემთხვევაში 100 ვამრავლებთ, სამი ლეველის შემთხვევაში 1000 ვამრავლებთ. ანუ რაღაცა ფორმულა უნდა ჩავწერო, რომლის დროსაც ერთიან შემთხვევაში 10-იანი დამიჯდება, ორიან შემთხვევაში 100-იანი და სამიან შემთხვევაში 1000. თქვენ ხო არ მოგდით რაიმე იდეა ეხა თავში, რომ მსგავსი ფორმულასავით ჩავწერო. ანუ ესენი აღარ დამჭირდება საერთოდ ცოტახანში. აი ეს 2, 4, 6, 8, 10 ხაზი აღარ დამჭირდება. 10-ზე გამრავლება. კარგი, აი 1 8-ზე გავამრავლოთ 10-ია, ოკეი. მაგრამ 2 8-ზე გამრავლო 20-ია და არა 100. 3 8-ზე გამრავლო 30-ია და არა 1000. მინიშნებას მოგცემთ. 10-ის ხარისხი სწორია. ნახეთ, აქ მაქვს 1 0, მე 2 0, მე 3 0. ანუ 10 ხარისხად 1 არის 10-იანი, 10 ხარისხად 2, ანუ 10-ის კვადრატი არის 100 და 10 ხარისხად 3, ანუ 10-ის კუბი არის 1000 უკვე. ანუ მე შემიძლია გამოვიყენო ლეველი აყვანილი, კი არა, 10 აყვანილი level ხარისხში. აქ მე თავიდანვე ჩავწერა, ეს უდრის math.floor, იგივე მექნება ყველანაირ ჩაწერილი, math.random გამრავლებული და აქ იქნება ცვლილება. ანუ აქ მექნება ლეველი, კი არა, 10 აყვანილი level ხარისხში. თუ ლეველი 1-ია გამოვა 10-ის 1 ხარისხი, თუ ლეველი 2-ია 10-ის 2 ხარისხი, ანუ 100 და თუ ლეველი 3-ია 10-ის მე-3 ხარისხი, ანუ კუბი, ანუ 1000. და მე შემიძლია ეგრე ჩავწერო ორნაირად რა, level 2 გამრავლება 3-იანი, ეს არის ახარისხება, ანუ level ხარისხად 3, ან გამოვიყენო ფუნქცია math.pow. Powers ნიშნავს, power არის გამრავლება. ახარისხება. და პირველი არგუმენტი არის რიცხვი, რაც მინდა რომ ახარისხო, მეორე არის ხარისხი. ანუ ბოდიშთ. 10 მინდა რომ ავიყვანო level ხარისხში. ანუ თუ 1 ერთ ხარისხშია, თუ 2 ორ ხარისხშია, თუ 3 სამ ხარისხშია. ეს ხარისხები როგორ მუშაობს? თუ 10-ის მე-3 ხარისხი მაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ 10 მრავლდება თავის თავზე 3 ჯერ. თუ 10-ის მეორე ხარისხი მაქვს, 10 მრავლდება თავის თავზე 2 ჯერ და თუ 10-ის ერთი ხარისხი მაქვს, უბრალოდ 10 მრავლდება და 10-ია უბრალოდ რა და მორჩა. ოკეი? და ეხლა math გამრავლება არ შეიძლება. ან math phone ქონდეს, ან ორი გამრავლება. და იგივეს დავწერ მეორეგანაც. იმიტომ რომ ორივე რანდომული რიცხვია. და აი იმ კოდს rand y-ი ჩავწეროთ. აი ამ if else კოდს საერთოდ წავშლი. ნახეთ როგორ შემოკლდა ჩემი პროგრამა. მხოლოდ იმიტომ რომ მე level-სა და აი ამ 10-იან შორის დავინახე კავშირი. რაც 10-12 ხაზი მოვაშორე მაგის გამო. მაგრამ მე რო ის არ ჩამეწერა და ეგრევე რაღაცა მაგარი კოდის დაწერა შემეცადა, ვერ გავაკეთებდი მაგას, იმიტომ რომ თუ ბევრი კოდი არ მიწერია, მათ შორის კავშირს ვერ დავინახავ ფიზიკურად. ანუ ჯერ თვალით უნდა ხედავდე და მე შემიძლია რომ კავშირი დავინახო.
აი მაგიტომ არ გიშვით ხოლმე ყველგან მზამზარებული ფუნქციების გამოყენებას, იმიტომ რომ მაგ დროს კავშირს ვერ ხედავთ. როგორ უნდა ჩაწეროთ მოკლედ ისე რომ გამზადებული ფუნქციები არ გამოიყენოთ. ეხლა მე რანდომი უეჭველი მჭირდება, ამის გარშე ვერ დავწერე ხამე ამ პროგრამას. ჩემი თქვა შექმნი კიდევ რანდომ ფუნქციას რა, ის სისულელე უბრალოდ მე ვიგულისხმე უფრო გამზადებულ ფუნქციებს. რომელიც ჯერ არ ვიცით ბევრი და მომავალ კვირებში ვისწავლით. კარგი. ანუ გვაქვს ეს უკვე რა. და იგივენად მუშაობს მაინც საბოლოო ჯამში. ნახეთ, მეორე ლეველზე მეორე ლეველის ამოცანა მაქვს, პირველ ლეველზე პირველის და მესამე ლეველზე მესამის სამნიშნების. სანამ გავაგრძელებ პროგრამის წერას, მე შემიძლია პროგრამა დავწერო აი ასე ყველაფერი ფუნქციების გარეშე. შემიძლია. მაგრამ, ნახეთ, არ არის აუცილებელი, რომ რაღაცა ფუნქციონალი მჭირდებოდესო ბევრჯერ გამოვიძახო, იმისთვის რომ ფუნქციაში მეჯდეს რა. ანუ მე თუ რაღაცა ერთი კონკრეტული ფუნქციონალი მაქვს, რომელიც ერთ ლოგიკას ემსახურება, მე შემიძლია უკვე რომ მისთვის ფუნქცია გამოვყო, რომ ცალკე იყოს, თავისთვის იყოს და მე ბევრჯერ გამოვიყენებ. იგივე შემიძლია ამისთვის ფუნქცია ჩავწერო, იმიტომ რომ ორჯერ ვიყენებ რა. ამისთვის შემიძლია ჩავწერო ფუნქცია, იმიტომ რომ ცალკე რაღაც აკეთებს, ანუ ეს levels ამოწმებს, ეს აგენერირებს რანდომული სხვა რაღაცაზე მუშაობს. ამიტომ მოდი ამისთვის ფუნქციები გავწეროთ. ანუ აქ მექნება function დავწეროთ prompt level, კი ask level. კაი prompt level იყოს. prompt level დავარქვათ, გარშემო ვარტყათ ფუნქციის scope-ით და საბოლოო ჯამში ეს დააბრუნებს levels. ანუ მე რო გამოვიძახე prompt level ფუნქციას და გვეუბნება ის level-ი, რასაც მომხმარებელი შეიყვანს. აი ამისთვის ცალკე ფუნქცია მექნება function generate random number. რომელიც პარამეტრად მიიღებს levels და დააბრუნებს რანდომულად დაგენერირებულ რიცხვს. return აი ამას. და ახლა უკვე ეს ორჯერ კი არ მექნება ჩაწერილი. არამედ გამოვიძახებ generate random ფუნქციას და არგუმენტად გავატან levels. On ეს ლეველი არ არსებობს. ეს ლეველი არის აი აქ. ეს მიბრუნებს. ამიტომ ჯერ მჭირდება რომ ეს ფუნქცია გამოვიძახო, რომ მე ლეველი დამებრუნოს. ხო? ანუ აქ მექნება const level უდრის ფუნქციის გამოძახება prompt level გამოვიძახოთ და level-იც მოქვს რომ მე გადავცემავებს. ანუ ეხლა რა ხდება? პირველ ფუნქციას ამას ვიძახებ, რომელიც ეკითხება მომხმარებელს levels და მე მიბრუნებს, თქვათ არის 2. მე 2-ს გადავაწვდი აი ამ generate random number ფუნქციას. და ეს მეორე ხარისხამდე დაგენერებს რანდომულ რიცხვებს. უფრო კარგი ჩანწერი ეს, მაგრამ იგივე მუშაობს საბოლოო ჯამში. მაგრამ ცალ-ცალკეა რა, დაყოფილია და უფრო სტრუქტურირებულია. და ასე კოდის კითხვა უფრო მიმარტივდება. წეგან მიწევდა რომ თვითონ კოდი წამოგითხარ რა, მაგრამ აქ ახლა ნახეთ, ჩათვალეთ აი ამას ვერ ხედავ ამ ფუნქციებს. მე რო ეს პროგრამა გავიგო, მარტო ეს მეყოფა. ანუ ამების საკითხვა აღარ მიწევს, იმიტომ რომ არ არის საჭირო ამას წავითხო, რომ პროგრამა გავიგო. იმიტომ რომ level-ი არის prompt level-ის მიერ დაბრუნებული ფუნქცია, ანუ ხვდები რომ prompt-ავს levels. მივხვდი უკვე რას აკეთებს რა. generate random number ისეთ სახელი რომ მივხვდი როგორც აგენერირებს. ანუ რომ random რიცხვს აგენერირებს level-ის მიხედვით, level-ი ჭირდება და მაგიტო. ანუ მე რო წერა ფუნქციების გარეშე მქონდა მომიწევდა ყველაფრის საკითხვა, იმიტომ რომ არ ვიცი ეგრევე თავიდან რა რისთვის არის. და ეხლა უკვე ვიცი. Okay. და მე შემიძლია რომ აი ეს ნაწილიც ჩავსვა ცალკე ფუნქციაში, რომელიც მთავარი ფუნქცია, იმიტომ რომ პროგრამა ჩათვალეთ რა. function მოდი main დავარქვა სიტყვაზე. აი ასე და ბოლოს main-ი გამოვიძახოთ. აი ასე. ამაში იქ ჩავიდა. ანუ გვაქვს მთავარი ფუნქცია, რომელშიც არის ორი ფუნქცია მოცემული. კარგით.
მოდი გავაგრძელოთ დანარჩენი პრობლემის მოვარებაც. ეხლა უნდა დავაგენეროთ შემთხვევითობის პრინციპით 10 მათემატიკური ამოცანა. განა 1, არამედ 10. ამავდროულად თუ სამჯერ არასწორად შეიყვანს მომხმარებელი, უნდა დაუბეჭდოთ e და სამჯერ არასწორად შეიყვანს, შემდეგ უნდა დავუწეროთ სწორად ჩვენ უკვე. ამას ვაკეთეთ 10 ჯერ. მოდი ერთხელ გავაკეთოთ ჯერ და მე 10-ზე ვიფიქროთ როგორ გეთდება რა. ნუ ერთხელ გავაკეთეთ, ანუ ჯერ ერთხელ უბეჭდავთ აი ამას. და რახა უნდა ჩაწეროს მომხმარებელმა, აი ეს უნდა შევუყოვნოთ prompt-ის სახით. ანუ ამას შევეკითხებით, რომ მიღებული პასუხი გავიგოთ. prompt აი ეს. და დავიმახსოვრეთ მის რიცხვს. let user answer უდრის ამას, მოდი number-ში გადავაქცევთ, იმიტომ რომ რიცხვი უნდა შემოიყვანოს. აი ასე. და დავაკონსოლოთ მის შემოყვანილ რიცხვი. console log user number. ჩემი ხოლმე თქვენ სხვებსაც არ ესმით? შეგიძლიათ დაწერა არის მისო. ისმის შემ. Okay. კარგი, მოდი გავუშვათ. ლეველი იყოს, მოდი, პირველი 4 + 4 არის 8, გამოიტანა 8, ანუ ჩემ შედეგს იღებს უკვე რა. მაგრამ ეხლა უნდა შევამოწმო ეს 8 რამდენად სწორია. მე ვიცი რომ სწორია, მაგრამ პროგრამა ხო არ იცის. ამისთვის პროგრამას უნდა ქონდეს წინასწარ სწორი პასუხი რა იქნებოდა. ამიტომ მაგას დავითვლი rand-x და rand-y-ით, იმიტომ რომ ეს არის ის რიცხვები რაც ჯამდება რა. ანუ correct answer იქნება rand-x + rand-y. ხო? და თუ ჩემი პასუხი ანუ user answer-ი უდრის სწორ პასუხს, რაც გამოთვლილია წინასწარ, მაშინ დავაკონსოლოთ, რომ სწორია. თუ არა და დავაკონსოლოთ e, როგორც პროგრამაში მეუბნებიან. ანუ მაგალითად პირველი ლეველი იყოს 0 + 6 არის 6, სწორია. მოდი პირველი ლეველი იყოს 2 + 6, მოდი დავწეროთ 4 არასწორად, დაწერა e. ეს მუშაობს. ნახე, ნელ-ნელა მივყვები მე პროგრამის მსვლელობას და არა, აი ეგრევე არ ვეცემი რა. იმიტომ რომ რთულია მე უკვე მაგის გადაჭრა ეგრე მარტივად. მოხდებით? Okay. Correct answer არის წერია. ბრატო. უი. Correct. მადლობა. ინგლისურში მქონდა პატახარვის. თორე ტექნიკურ სწორი იყო მაინც რა. კარგი, ეხლა ჩემი მიზანი არის რომ თუ არასწორია, უნდა დავუკონსოლო e, მაგრამ კიდე უნდა შევეკითხო. Okay? ანუ ეხლა if არ მექნება. მექნება do while. while-თან შეიძლება კი დაჭი სწორია. მაგრამ do while გავაკეთებ უფრო ლოგიკურია, იმიტომ რომ ჯერ ვეკითხები და მერე ვაკეთებ. ანუ user answer-ი მექნება გარეთ დაწერილი, user answer, ეხლა მსგავსად ვაკეთებ, როგორც აი ამას ვაკეთებდი რა. მერე do while-ის do-ს შიგნით მექნება ეს ნაწილი, შევეკითხები მომხმარებელს თავის პასუხს და ამას მანამ გავაკეთებ, სანამ user answer-ი არ იქნება ტოლი correct answer-ის. ნახეთ, პირველ ლეველი იყოს, მოდი არასწორად შევიყვანო, კიდე მეკითხება, არასწორად შევიყვანო, კიდე მეკითხება, სწორად შევიყვანო, მორჩება. და აქ შემიძლია მქონდეს if პირობა შიგნით. შიგნით შევამოწმო, რომ თუ არასწორია და დავაკონსოლო მერე რა. იმიტომ კონსოლს პირობა ხო იზავს, რომ თუ user answer-ი არ უდრის correct answers correct answers მაშინ დავაკონსოლოთ e, აი ასე. და ნახეთ, აი აქ უკვე ორჯერ მიწერია თუ არ უდრის და მოდი აქ ესეთი რაღაც გავაკეთოთ, რომ აქ while-ში true ჩავწეროთ და მე ხელი დაუბრეიქებ შიგნით, ანუ სულ იმუშავა ციკლი, მაგრამ შიგნიდან გაჩერდება, დამოხრუჭდება, იმიტომ რომ ორჯერ ამიტომ ეგ პირველ მეწეროს რა. მაგას მე ვიზავ. შევიყვანეთ პირველი ლეველი, დავწეროთ 7-იანი არასწორი e,
4-იანი არასწორი e და 8-ზე ეს არ წერს, მაგრამ არ ჩერდება, იმიტომ რომ თრუმა აქვს. თრუმა აქ. და მოდი else-ი ნიშნავს, რომ სწორია რა და დავაბრეიქებ else-ზე. ანუ ახლა უკვე გაჩერდება. ესე მინდა, ესე პირველ ლეველი 13 რო შევიყვანო სწორად, გაჩერდება პროგრამა. მაგრამ ნახეთ მე რა მაკლია, მე თუ 3-ჯერ შევიყვანო არასწორ პასუხს, თვითონ უნდა დამიწერო სწორი პასუხი. ხვდებით? ანუ მე მჭირდება რაღაცა counter-ი, რაღაცა მთვლელი, რომელიც დაითვლის ცდის რაოდენობას საბოლოო ჯამში. რომელიც ასევე გარეთ მექნება let try იყოს მოდი თავიდან 0-ის ტოლია. Variable declaration not allowed at this location. რატო? რატო არ მაძლევს საშუალებასაც ვთვლადი შექმნა? Let try use nulls. What? მე სულ ამოვიწყდა try რო დავარქვათ. ცვლად სახელი არ შეიძლება. იმიტომ რომ try-ს რაღაცაში გამოიყენება და მაგას მე ახსნი ჩანაკვირებში. იყოს მოდი try-ს. თავიდან 0-ის ტოლია და რამდენჯერაც მომხმარებელი შეიყვანს პასუხს, იმდენჯერ უნდა გავზარდოთ ერთი ეგრევე. ანუ სწორი, არასწორი არ გვაინტერესებს, იზრდება რა სულ. და ამას კი ვაკონსტროლებთ ეს, მაგრამ თუ try-ს რაოდენობა ტოლი იქნება 3-ის, მაშინ დავაკონსტროლოთ სწორი პასუხი. ამას template-ად შევწერ, რომ rand x რომ დავუმატოთ rand y უდრის correct answer-ს, ანუ რაც არის პასუხი. იმიტომ რომ ეგეც გამოთვლილი გაქვს. Correct answer. ანუ ეხლა ნახეთ, პირველ ლეველი შევიყვანოთ 1 არასწორი e დაბეჭდა, 1 არასწორი e დაბეჭდა, 1 არასწორი e დაბეჭდა და ასევე პასუხის დამიწერა. 2 + 6 უდრის 8-ს. და მე იდეაში იგივეს არ უნდა მეკითხებოდეს, სხვა მოცანაზე უნდა გადავიდეს, მაგრამ მაგასაც ცოტა ხანში გავაკეთებთ. Okay. ანუ იდეაში ყველაფერი მგონი არ მუშაობს კარგად, იმიტომ რომ ეხლა გეტყვით რატო. მოდით ვცადოთ თემო შევიყვანოთ. თემო. ნუ ხო რა ხომ არ უდრის თემოზე ეს წერდა თუ ეუბნებოდა რომ არ შეიძლება სტრინგებიო. ეს წერს მაინც. ოკეი, მშვენიერი. თემო სწორად პასუხს არ უდრის. იდეაში თემო არ იქნება, none იქნება პასუხად, იმიტომ რომ ნამბერად რო ვაქცევთ strings, მიიღება none. ოკეი? ანუ ეხლა მე რაც მაქვს გაკეთებული, ეგ უნდა გავაკეთო 10 ჯერ. ანუ რო ვეკითხები რანდომად ვაგენერებ 300-ს ვაძლევ, აი ეს ყველაფერი 10 ჯერ უნდა გაკეთდეს რა, საბოლოო ჯამში. ამიტომ რა შემიძლია რომ გავაკეთო ახლა მე? მოდით ეგეთ რაღაცას ვიზავ. იდეაში მე შემიძლია ცალკე ფუნქციაში გავიტანო კიდევ, იმიტომ რომ ცალკე ლოგიკას და ფუნქციონალს ემსახურება. ამას გავატან ასევე try-ს, იმიტომ რომ ამის ნაწილია, ასევე გავატან user answer-ს, იმიტომ რომ ერთი მათემატიკური ამოცანისთვის ერთი user answer-ი არსებობს, ასევე ერთი მათემატიკური ამოცანისთვის ერთი სწორი პასუხი არსებობს და ასევე ერთი მათემატიკური ამოცანისთვის თითო რანდომული რიცხვი არსებობს, მე სხვადასხვა არის. ამიტომ აი ამ ნაწილს ყველაფერს გავიტან ცალკე ფუნქციაში. მექნება აქ function guess. ეს მექნება ყველაფერი და შიგნით გამოვიძახებ აი აქ guess ფუნქციას. მოდი level-იც იქით მქონდეს. Why not? აღარ გადავცემ პარამეტრად რა. აქ თუ მაქვს level-ი, მე მიწევს რომ guess გავატანო. აქ level-ი ამჭირდება მაინც. ანუ guess-ი არის ის ფუნქციონალი, რომელიც ეკითხება ამოწმებს, სწორ ეუბნება თუ 3-ს გადააცილება და ასე შემდეგ. და ეს უნდა გავაკეთო 10 ჯერ. ანუ მე შემიძლია შევსვა for ციკლში. guess ფუნქცია. For let i უდრის
i უდრის 0-ს, i ნაკლებია 10-ზე, i პლუსი და ამდენჯერ გავაკეთებთ, ანუ 10 ჯერ გავაკეთებთ ჩვენს გეს ფუნქციას. აი ეს. მოდი გავტესტოთ, აბა როგორ მუშაობს ჯერჯერობით. კაი, ლეველი მოდი იყოს მარტივი, პირველი არასწორი შევიყვანე არასწორი არასწორი და მერე უნდა შეიცვალოს. აი ახლა არ იცვლება, რაღაც ხარვეზი გვაქვს, ნახეთ. ის ხარვეზი გვაქვს, რომ ციკლი მანამ არ ჩერდება, სანამ სწორ პასუხს არ შევიყვანთ. ანუ break მაშინ ხდება, როდესაც user-ნასვერი არ უტოლდება correct answer-ს. ამიტომ, როდესაც და გადაცილდება 3-ს, 3-ის ტოლი გახდება. აქაც უნდა დავბრეიქოთ საბოლოო ჯამში რა. ანუ განმარტო აქ, როცა სწორია. არამედ მაშინ, როცა 3 წაზე მივა. მოდი ახლა გავტესტოთ. პატარა ხარვეზები კიდევ არის, რა თქმა უნდა, არ დამთავრებული პროგრამაზე მუშაობ, მაგრამ ჯერჯერობით როგორცა ისე გავტესტოთ. პირველი ლეველი იყოს შეცდომით, კიდევ შეცდომით, კიდევ და ნახეთ, ახლა მეკითხება ახლიდან ლეველს. ესე არ უნდა ხდებოდეს. მოდი მეორე ლეველი შევაკითხოთ. ანუ იდეაში პროგრამაში წერია, რომ ლეველს ერთხელ საზღვრავ და მერე გენერირდება ამოცანები რა. ანუ გამოდის, რომ აი ეს ნაწილი გესში რომ აქვს prompt level ფუნქცია გესში არ უნდა იყოს, უნდა იყოს მის გარეთ. და ამას უნდა იყენებდეს ბევრჯერ. ამიტომ მაინც საბოლოო ჯამში მოგვიწია, რომ ეს შემოვიტანოთ აი აქ და გეს გადავცეთ ლეველი. ანუ წერან ხო გეს ფუნქციას 10 ჯერ ვიძახებდით და 10 ჯერ სხვადასხვა ლეველს ეკითხებოდა. ახლაც ისევ 10 ჯერ გამოვიძახებ, მაგრამ ლეველი იქნება ერთი და იგივე საბოლოო ჯამში. იმიტომ რომ მის გარეთ მაქვს შექმნილი. კარგი, მოდი ისევ ახლიდან ვიზავ. მოდი ახლა იმას გავხსნი. Node seminar 4 იყოს პირველი ლეველი, არასწორი. პასუხი დამიწერა. მაგრამ იგივე რიცხვი დაიმთხვა. ეს უკვე დაიმთხვა. ნახეთ, 3 ჯერ არასწორი შევიყვანი და მე მაინც 9 + 9 დამიწერა, ოღონდ ეს დამთხოვა იყო რა. კიდევ 9 და 9 დააგენერა. მე ნახეთ 1 2 3 არასწორი შევიყვანე, მითხრა პასუხი და სხვა დააგენერირა. ეხლა მოდი 1 არასწორად შევიყვანოთ, მეორე სწორად და ეხლა სხვას აგენერებს 0 + 5. დანარჩენს სწორად შევიყვან. რადგანაც 0-ზე გადაიკეტა. 6 და ასე შემდეგ. და ერთ-ერთი ის გვაკლია, რომ დავითვალოთ ქულები. ეგრა გვაკლია მარტო. ანუ როდესაც else-ში შევდივართ, აი აქ შევდივართ. ეს იმას ნიშნავს, რომ user-მა სწორად გამოიცნო პასუხი მანამ 3-ს და ამოეწურებოდა. ამიტომ ასევე უნდა მქონდეს მე სკორის მაჩვენებელი, რომელიც ნელ-ნელა გაიზრდება და საბოლოო ჯამში მას დავაკონსოლებთ. ანუ აქ მექნება სიტყვაზე მოდი არ დავწეროთ ჯერ let score არის თავიდან 0 და როდესაც else-ში 3 გაჩერდება ციკლი, score-ს გავაზრდით 1-ით. უბრალოდ აქ პრობლემა ის არის, რომ ეს score-ი მჭირდება მე აი აქ console. აქ უნდა მეწეროს console log score აი ეს. ასე უნდა მეწეროს, მაგრამ აქ score-ი არ არსებობს, იმიტომ რომ ეს score-ი არსებობს მხოლოდ ges ფუნქციის scope-ში, მის გარეთ ვერ გავიტანთ. მე რო აქ შევქმნა score-ი, let score უდრის 0-ს და მე ამას გავატანო. არც ეგრე არ შეიძლება, იმიტომ რომ ამას განაცვლას ვატან მის მნიშვნელობას 0-იანს ვატან ჩათვალეთ რა და იქ კავშირი ამასთან არ აქვს. ამიტომ ამას შევქმნი გლობალურად. აი აქ შევქმნი let score რომელიც თავიდან 0-ის ტოლია და შემდგომ გამოვიყენებ shint.
აი ეს. 2 ლეველი, მოდი 1 ლეველი იყოს. და იყოს მეორე ლეველი. არასწორი. ეხლა წესი დარიგით, სულ არასწორს რო შევიყვან, ბოლოს გამოიტანს score 0-ს. იმიტომ რომ ყველა იყო არასწორი. ახლენ გავუშვათ. პირველი ლეველი. მოდი ეხლა 2 დავწეროთ მარტო სწორად. სამჯერ შემეშალა და მიწერა სწორი პასუხი. 2 3 4 5 6 7 8 და ბოლოების სწორად დავწეროთ. ესაა ხრისტოლი. არ გაიზარდა. ოკეი. მოდი სატესტოდ. რო არ მომიწიოს ერთხელ გავაკეთებ მარტო. 16 სკორი არის 0-ის ტოლი. ოკეი. რატო ხდება ეს ახლა? მოდი იქ, იმიტომ რომ აქ სკორი 0-ის ტოლი მაქვს. ნახეთ ახ რა ხდება. მე სკორ ცვლადი მაქვს გლობალურად და main ფუნქციის scope-ში. და აქ რო სკორს წერ, კითხვა ისმის, რომელ სკორს იყენებს, შიდას თუ გარეს. ყოველთვის როცა ცვლადს ვიყენებთ, გამოიყენება შიდა scope-ის ცვლადი და არა გარე. ანუ ჯერ შიგნით ეძებს და თუ შიგნით არ დახვდა გარეთ მოძებნის რა. და ეხლა უკვე შიგნით ახლა არ იყო, მარტო გარეთ გვაქვს დარჩენილი ცვლადი გლობალურად და მაგას გამოიყენებს. ანუ არ შევიყენოთ, სწორად ახლა უკვე დაითვლის რა. სკორ 1-ია. მოდი დავუბრუნოთ 10-იანზე. პირველი ლეველი, პირველი არასწორად დავწეროთ, მეორე სწორად დავწეროთ, ეს არასწორად, ესეც არასწორად. ეს სწორად და ჩემს სწორად დავწეროთ. 3 სტოლია და ქულა გვაქვს 4, იმიტომ რომ 4 ამოცანა შევასრულოთ 10-დან სწორად. და ესა ჩვენი ამოცანის ჩანაწერი. ანუ ფუნქციებად დავყავით ყველაფერი აბსოლუტურად. ანუ ცალკე ფუნქცია გვაქვს ლეველის შეკითხვისთვის, ცალკე რანდომული რიცხვის დაგენერებისთვის, ცალკე შეკითხვისთვის, ანუ 2 რანდომული რიცხვი აგენერებთ, მე სწორი პასუხი გვჭირდება რომ დავიმახსოვროთ. users ვეკითხებით, ყველა კითხვაზე ცდილობას ვუმატებთ, ცდილობის მცველს, იმიტომ რომ 3 ცდილობა აქვს. თუ არასწორია მის პასუხი, ანუ user answer-ი არ უდრის correct answer-ს, მაშინ ამას უკონსოლებთ და თუ try-ი მესამე ცდაზე გადავა, სწორ პასუხს ვეუბნებით და ვაჩერებთ მაგ ამოცანის კითხვას და ახალ ამოცანაზე გადავდივართ. და თუ სწორია score-ს უზრდით და მაინც ვჩერდებით, იმიტომ რომ გამოიჩნდა ახალ ამოცანაზე უნდა გადავიყვანოთ. და ეს მინდა რომ 10 ჯერ გავაკეთო ეს guess ფუნქციონალი, ამიტომ guess ფუნქციის გამოძახებას ვსვავთ for cycle-ში. ნუ აქ კიდევ ოდნავად შეგვიძლია რომ გავავრთლოთ ეს ამოცანა. და ეს იქნებოდა იმით რომ მაგალითად ახლა სულ მიმატებაზე არის და ჩვენ შეგვიძლია რომ რანდომულად იყოს მიმატება, გამოკლება, გამრავლება, გაყოფა. ანუ განა აი ესე იყოს, ასე შევეკითხო. მარტო მიმატებით. არამედ გამრავლება, გაყოფა და გამოკლებაც რო იყოს რანდომულად. ანუ შეიძლება ჯერ იყოს მიმატება, მერე გამოკლება, მერე გაყოფა და მერე გამრავლება რა. რანდომულად უნდა იყოს ეგეც. ეგ საინტერესოა, სტრინგები არის და რანდომულად როგორ უნდა იყოს. მაგას ახლა აღარ გავაკეთებ, მინდა რომ ეგ მოგცეთ ამოცანად. ანუ საერთოდ რაც გექნებათ, ეგ ყველაფერი გააკეთეთ, რა თქმა უნდა, უკვე ჩაყრილი მაქვს. თავისი პროექტებით. მეოთხე კვირიდან ვინც შენიშნეთ, დაგვემატა პროექტები. აი გადავიდეთ მეოთხე კვირის მასალაში. ნახეთ, აქამდე ქონდა მარტო სავარჯიშოები, მეოთხე კვირიდან ეს პროექტები. როგორ თუ სავარჯიშოები არის ორიენტირებული ამ კვირის მასალაზე, პროექტები პირიქით წინა კვირის მასალებზეა რა. ანუ აქაც ფუნქციები გამოიყენეთ, გირჩევთ, მაგრამ ჩავთვალეთ სავარჯიშოებით სწავლობთ ახალ მასალას, პროექტებით იმეორებთ წინა მასალებს. აქამდე პროექტები იმიტომ არ იყო, რომ პირველი კვირები იყო რა, პირველი, მეორე, მესამე კვირა იყო. და ეხლა უკვე რაღაც ბევრიც უნდა რომ გავიგროვო და შედარებით. გასამეორებელიც გვაქვს უკვე რაღაცეები რა და ესენიც გააკეთეთ ხოლმე. თუმცა არა აუცილებელი რომ მაინც ყველა პროექტი გააკეთოთ და ისე გადახვიდეთ შემდეგზე. იმიტომ რომ ეს მაინც განვლილი მასალის ამთავრია, სავარჯიშოები გქონდეთ კარგ გააზრებული. და ეს ამოცანაც იყო ერთ-ერთი აი პროექტებიდან ბოლო რა. საინტერესო ამოცანა არის. დავალებად გექნებათ რომ ეს სავარჯიშოები და პროექტები ბოლომდე გააკეთოთ, ეცადეთ რომ სამშვიდობო თემა გააკეთოთ, მაგრამ აუცილებელი არ არის. არავინ არ მოჰკლავთ და ორიენს არ დაგიწერთ. და კიდევ დამატებით დავალებად მექნება რომ ეს ამოცანა გაართულოთ, გაეცანით, ახლიდან სემინარში ჩანაწერს უყურებთ მაინც და თქვენითაც წერეთ, სემინარში ჩანაწერთან ოღონდ, ლაივ შემეცრებით არ წეროთ ხოლმე. გონებდა გაგეფანტებათ. და ისე გააკეთეთ რომ მოხარებაში შეეკითხოთ,
განა მარტო მიმატების მაგალითები, არამედ გამრავლება გაყოფა და გამოკლებას რო იყოს რანდომულად. ეხლა სტატიკურად მაქვს გაწერილი ყოველთვის მიმატება რა. რანდომულად უნდა იყოს მათემატიკურ ოპერატორებიც. მაინტერესებს როგორ გააკეთებთ და ჩაყარეთ მე ვისაც მენტორი გყავთ პირად არ ჩავიდეთ და მე ძალიან მაინტერესებს როგორ გაართმევთ მაგას თავს. რა თქმა უნდა ისევ მეს რანდომი გვჭირდება. უბრალოდ მეს რანდომი არის რიცხვებზე, ანუ რიცხვს აგენერირებს რა და თქვენ ეს რიცხვი აღარა ის ასტრი რაღაც სიმბოლო არის. მიმატება გამრავლება გაყოფა გამოკლება არის სიმბოლოები, რიცხვები არა. ანუ მეს რანდომი უნდა გამოიყენოთ რომ რანდომული რაღაც გქონდეთ, მაგრამ როგორ უნდა დააკავშიროთ ამათთან, აი ეგ მაინტერესებს მაგას როგორ გააკეთებთ. თუ იმე უკვე იცით, ჩატში არ დაწეროთ გთხოვთ. მინდა რომ ყველამ თავისთვის იტყოლოს. და ოკეი. ეს იყო დღევანდელი სემინარის დღევანდელი სემინარი, გრძელი გამოგვივიდა 2 საათამდე დაახლოებით. ბევრი კოდი ვწერეთ. მაგრამ ჩემი აზრით საკმაოდ საინტერესო სემინარი იყო და ვეღარ მივისწავლეთ ამ სემინარზე. მოდი ახლა ჩანაწეს გამორთავ და გადავიდეთ კითხვას ხრის შეძებს.